ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესი გვაქვს შეხვედრისა. ეს არის ძალიან სოლიდური, სერიოზული წიგნის გამოცემა. ეს არის ბერძნული პოეზიის ანთოლოგია, რომელიც მიმოიხილება, რომ ეს ქართულ სამეცნიერო სივრცეში არის მნიშვნელოვანი შენაძენი, მრავალმხრივი მნიშვნელოვანი შენაძენი პატონტები. მრავალმხრივი გახლავს მნიშვნელოვანი ეს ერთი ზოგადად ქვეყნისთვის, მეორე მხრივ ეს თვითონ კონკრეტულად ენათმეცნიერებისათვის ვის სამუშაოდ და უაღრესად საჭირო და აუცილებელი გახლავს. არ შემიძლია თვითონ შინახა ფუნქციონალური მიზნებით და დეტალურად ილაპარაკებთ, მაგრამ ეს ჩემი კეთილი დამოკიდებულებაა ციგნისათვის. იქით არ გამოხატო, რომ ძალიან ბევრი მარგალიტი ყველა გამოყენებას არის შერჩეული და მოთავსებული არტიში, რაც უაღრესად საჭირო გახლავთ ქვეყნისათვის. კიდევ მეორეებს. ბევრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა არის. ასე რა სიტყვებობაში აქ ძალიან ბევრი ლექსია გამოყენებული, ბევრი ხალხური ძალიან საინტერესო ლექსია გამოყენებული, მაგრამ ბევრი კიდია ხალხში დარჩენილი. ჩვენ პატრონი ამაზეც უნდა ვიფიქროთ, არ ვიფიქროთ, რომ ჩემი ეს სიმდრომი მიკრონია, ცოტა ხნის წინ ჩემთან იყო ჩემი ძველი მეგობარი უნივერსიტეტისა, თაგვატური ვარად და ისე რომ თავდაპირველად ენათმეცნიერი გახლავთ ახალგაზრდა, რომელმაც აჩვენა ძველი 30-იანი წლების ბოლოს შექმნილი ლექსები ბერძნულ ენაზე, ახლა არაფერი დასამართი არ არის. რომ ეს არის დედამისის შექმნილი ლექსები, არის ქართულის და ბერძნულის და საინტერესო და კარგია. ჩვენ არ უნდა დავშვეს ისე როგორც ზოგადად ფოლკლორზე ლაპარაკობთ ჩვენ, ისე არის ბევრი პოეტი, რომელიც არ გამოჩენილა, მაგრამ ბოლოს ის ფოლკლორის თვითონ პოეტი შექმნილია და პერიოდის აფოლკლორებული ისაა. რომ ეს ყველაფერი უნდა ხალხის სამშაბათოზე გამსახურებაზე თუ არა, სულ სასიამოვნო ხალხისა დავუიტანოთ და ვიჩეთ ყველას. მე არ შემიძლია რომ განსაკუთრებულად არ მოვიხსენიო ის ადამიანები, რომელმაც იზრუნეს წიგნის მაღალ დონეზე გამოცემისათვის, წიგნი არის კიდევ მეორე უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესო, მისი შედგენა არ იყო არც ისე იური. ამიტომ მე დავიწყე პატრონი გულისხმობა და მინდა პატრონის უღრმესი მადლობა მოვახსენო ამისთვის. შესანიშნავი წერალი გახლავთ, არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ პატრონი გულისხმობა გამსაქმეს სათავეში, კუთხის შვილი გახლავთ ის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მინდა, რომ ეს კუთხის დონეზე დავიწყო. ეს არის ზოგადად ქართული უნება, ასეთი მეცნიერება და ის არის უაღრესად საჭირო ზოგადად ქვეყნისათვის. ეხლა ჩვენთან ერთად ყველა ის წევრი, რომელიც გინახავებოდა ჩვენ გვერდში გიდგანდა საქმეს აკეთებდა, ყველას მივესალმებით და მადლობას მოვახსენებთ. ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა მოვახსენო სპონსორს მიწიგნი, ასე ვთქვათ, საშუალება მისცა, რომ წიგნი სააშკაროზე გამოსულიყო ქვეყანას ენახა წიგნი, ეს შეიძლება აქაური არ იყოს, მოსკოველი მეგობრები არიან, მაგრამ ისინი დიდი ყურადღებით ექცევიან ამას და მადლობა მათ, ვეთხოვა რომ გულის მოსაგამიებოდ გადასცეს ეს მადლობა ბატონობას სულთან პაპაჟოს და დიდი მადლობა კარგად ვისწრებთ ყველა პრედიკაცია და პრაქტიკა შემოგვიმართოს, რომ მომავალშიც არ მოგვაქვს სრულად თამაში. მე ნება მოგესით შემოიფარგლო ამ გოგრე საუბრი და ვთხოვ პატრონ გული ობაიას შესანიშნავი წერილად სკოლური კულტურის ამოშენების საქართველოს პროგრამის პარტნიორებს, რომ მოახსენოთ არადიდოს წიგნი Thank you.
Natomiast Gary wybrał na przykład drugiego. I to mam przecież wtedy dychanie wymzadywi. Ja ci dałem wtedy na a więc teraz potem mogę i nastroić samo to Proszę, jest restrykcji targa, czyli delegatu spotkania pisać. Ewa swoją historię dalsze, bo Imiesiąc mamy do czego zrobić gorą, czyli sakatrelos, Ercianovis, czyli sakatrelos, często się zbudowuje sami refleksji, polityczni, potem polityczni, chyba efekty, sadzir, przesada, jeśli konkurujemy z kampanią, zagram ja się najlepiej w kontekście, czyli opie kamasła, dla mnie na kapowie. 아이한 책임이 가보세요. 제가 제발을 로고 받은 말로 나잖아. 알아야 지가 우리 타오비스 한스르비 싫어나 이오스. 나스라고 이제기가 디디 사가레니다 이오사 트리키스 아타기 샤니스 아마스 미르 가모빌로 마사르제 사오바리 카우로 마사르제 어거 부다와 쉐노에 사리 손에 붙으면서 모스타베 비나비 아볼론 산다와스 შეიძლება ზოგიერთი გამომწევს ნაბათი მეგობრები ეს არის თემი პრედატორი რომელთაც ესე იგი უზარმაზარი შრომა ჩადეს აი ამ ფოლკლორული მასალების გამოვლენის საქმე. მეგობრებია სხვა წყაროს ვერ მოვიპოვებთ, მეგობრებია დავებდეთ ამ მასალას, დავებდეთ საკმაოდ შემოქმედებითი მიკროფონი იქ უამრავი ვერსია იყო დაფიქსირებული. იქ უამრავი ვერსია იყო დაფიქსირებული და ჩვენ შევეცადეთ მოხდეთ რადგან ჩვენ შევეცადეთ გამომგებლი და რაც შეიძლება ოპტიმალური ვარიანტები. მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი მხარე ამ წიგნის მასალების მოძიების გზაზე. No, budowia negruli poezja, negruli narracji kancelobizm krone, kulturyzm krone, enata, a kiedy gamozjary przez masalemi armogowali. Ten cały czas jest jak to mówi, czemi osuriani, odtas zrobić. Kikawi megobrebis, anacerit, kikawi megobrebis, anatolić, czerzelit, dawnowić. Obzary, a filmy wierzyć, tak, obzary, tak, Автори само ზემეთი ავტორის გამოვლენა. და საკითხავად ეს ავტორები დღეს ზოგი აქ იმყოფება, ზოგი ბიზნესთან გამო ვერ მომზადდა, ზოგი კიდევ ნაცრებში წავიდა ჩვენგან. ერთ-ერთი ბრწყინვალე ქართველი ჩვენ მე ზურაბ ხონდიას გულისხმობ, რომელიც სულ ახალ წავიდა ჩვენგან და ჩვენ საჯარო პატივი მივაგეთ, უბრალოდ ეს არის ლექსების გამოქვეყნება სამშობლოში და შეიძლება ეს ერთგვარ მუგეშადაც კი შეიძლება იმ შეგეულ გზაზე. ყველაფერ ამას კიდევ ჩემო მეგობრებო გარდა იმისა, რომ აი ეს აუდიტორია ჩვენ თვითონ მოვიძიეთ, ზოგმა მოგვაწოდა ეს წერილობითი სახე, ზოგმა მოგვაწოდა ელექტრონული ვერსიის სახე, ზოგთან მივედით ვეძებიათ ალბომებში სურათები და აი როცა მაგალითად ჩვენი ბერიკაშვილი გახარიას თავისი აი რამდენად ერთგული უნდა იყოს, ზარი რომ თავისი მამამთილის ლექსები ხელნაწერები იყო ძალიან პირველ შენახულებს და რომელსაც გამოიყენა 1000 წელიწადში ვარა. ეს ჩვენ ესე იგი მისი შემწევი მისი გამოყენება. ასეთები არიან კიდევ აი ასე აი ეს კანონური მედიერო პროფესორი მედიერო შესანიშნავი ლექსებია დედის ვიზიტად. ნახეთ ეს გასი. როგორც გეკადრება ჩვენ ესე იგი უბრალოდ ეთქობა ვერ მოგესალმებით. ჩვენ ესე იგი ვერ მიმართეთ ყველა სხვა არ ქონდა ავტორია, არ ქონდა ეს აცი ალბათ უბრალოდ თქვენი შემწევი ჯერები რამხელა მე ამაზე წარმოუდგენლად უნდა მელაპარაკო და შეიძლება სხვა რამდენადაც და გავიგზავნოს მაგრამ რამხელა პატივია ჩვენი კულტურის და ზოგადად ქართული ცნობიერების რომ საქართველოს მეცნიერება და აკადემია ესე თავის თავზე აიღო ამ ციკლის პრეზენტაციის საკითხი. ეს არ არის ჩვეულებრივი და რიგითიებრივი შემოგებები. ეს არის პირდაპირ სახელმწიფოებრივი აქტი, რომელიც ამბობს რომ ქართული ენა, ქართული შემოქმედება და ქართული ლიტერატურა ვერ იარსებებს თუ ის გარჩება განზე თავისი ეგრეთ წოდებული პერიფერიული აზროვნებისგან.
მეგრული სამშენებლოში ერთ-ერთი შემავსებელი ნაკადია დიდი ხელოვნების დიდი შეუქმნების და უზარმაზარ მაგალითად ბატონო პროინპირადად წერდა თქვენს კოლექტივს მე აგერ არის ბატონი ავთანტილი პრეზიდენტის მიმართ აგერ არის ჩვენი ამ საქმეში უზარმაზარ პრეზიდენტის ჩვენს გონები არა ამიას და კიდე მეგობრები ეს კოლექტიური აზროვნების შედეგი აქ მარტო ის კი არ გაკეთა თითქოს გამოვიდა მეგრული პრესის ანთოლოგია არა მეგობრები შეტრიალდა ქართული აზროვნება ქართული ცივილიზაციისა და ქართული სულიერების მიმართ. ანუ ქართულმა სულიერებამ გადაწყვიტა რომ მის ნაკადში შემოუშვას ყველა ის მასეულობა რაც გვაქვს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი უამრავი რამ სხვაგან თუშრებში მეგრულში ლაზურში ნუ რა ვიცი და აი ასეთი კრებსიდი რაღაცა შეიქმნა ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი გადაწყვეტილი და მე ამის უზარმაზარ ადოლას ვიცი ბატონო Roim biradam თქვენთან ჩასწვას კოლექტივი. სოდაშერის შეიძლება ითქვას რომ ამ ციგნის შემოსილობა, მისი წარდგენების ფორმა, ინგლისურად და რუსულად განას ძალიან გამიზნულად გავაკეთეთ. რომ ბენახა ჩვენი ორიენტაცია რა სიტუაციაში მოხდა საქართველოს. რა ჩვენი წინაშე და ჩვენ არაბისთან არ გავაკეთეთ, არჩენები ნახეთ ვანახეთ ყველას რომ ჩვენ ვართ ორი სულიერების მატარებელი ქართულის შემდეგ ქართულისა და რუსულის. და ეს გავაფიქსირეთ კიდეც და აქაურმა დიდებულმა პროფესორმა კალბატონმა ის მართლაც უმაღლეს დონეზე მიაწოდა კიდევ რა უამრავ რაღაცაზე შემიძლია თქვა მაგრამ კიდევ ერთი რაღაცას მოითხოვს ამჯერად ჩემი პატარა განმარტებას და ეს რას ნიშნავს გეტყვით მე რამდენიმე პოემის ავტორი ვარ ეს მეგრულენოვანი არის მაგრამ მე ჩემი ქართული მკითხველის წინაშე მეგრული ენის არასდროს არ წარმოგარბა რა ამავდროულად მას ახლავს როგორც ყველაზე ცოტა წარებული თარგმანი მაინც. და ცალეთ რომ ესე იგი ჩემი ლაზებისთვის მივეწოდებინა ეს მოსალა რადგანაც როგორც მეგრელი ამ სივრცის შემოქმედი ინგლისურად დროას პერიოდი ასევე ლაზებიც არიან და ჩვენ შევხვდით გუავანაპირონებას იმათ ფონდის წარმოადგენელს დედიგიეს სამეცნიერო საკრებულოს ხელს და ბევრი რომ არ გავაგრძელო ეს პროექტი თითქოს ადგილიდან დაიწყო. ჩვენ იქ შევხვდით სიტუაციებს. აი ასეთ მაგალითად დაწყებით სკოლებში თუ მშობლები 30-ან 40 მშობელი ისურვებდა რომ მათ ბავშვებს ლაზურ ენაზე შეესაბათ პირველი და მეხუთე კლასამდე ამ შემთხვევაში ისინი მგებია განათლების სისტემა ამას დაუშვებდა. მაგრამ მოხდა მე რაღაცა მეგვარებს არ დავასახელებ მაგრამ წავიდა ეგრეთ წოდებული ქართულის კი არა ქართული ენის აზიანო მეგრულისა და ლაზურის მათ ეგრეთ წოდებული სადაც სხვანაირი დამოკიდებულება ანუ სოციოლინგვისტიკა. ანუ დავაკისრეთ ჩვენ ენას, ესე იგი ჯერირების, კედლების, ну რაღაცა დამცავი მექანიზმების დიდი ფუნქცია, ასევე ისტორიასაც ხომშეიძლება ამ დროს, როდესაც ისტორიასაც და ენათმეცნიერებასაც ერთადერთი მშვენიერი სარბელი აქვს. თავიანთი დარგი, რაც შეიძლება ზუსტად და ადეკვატურად იყოს მიტანილი საზოგადოებასთან. და ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ამანაც ერთგვარი ისგი მოხსა რომ ჩვენ ეს იგნი შეგვიქმნა ამას ახლავს უზარმაზარი ლიტერატურის აპარატურა ჩვენი ცნობილი ისტორიკოსების ჩვენი ცნობილი ადამიანების ამას გართულია გამწინ და ის ჩვენი შეხედულებით რაც შეიძლება ადამიანური და ნორმალური პოზიცია ბევრი რომ არ გავაგრძელოთ და საქმეს რომ არ გადაგავლოთ ჩემს უფასო მეგობრებო ციგნის პირველი ეტაპი დასრულდა თითქმის 2 წლიანმა გამოიტანა მასალები ჩვენ შევქმნით ციგნის ეგრეთ წოდებული სტამბური ვერსიები მივედით მაგრამ ახლა მივედით კონკრეტულ აქამდე როგორ უნდა გამოგეცა ის და კი არ დავმალა რომ მე ბევრ პიროვნებას ამქონდა შეფეთრა მაგრამ საბედნიეროდ აქაც მართლა გამიმართლა აქაც მართი ფსაუდა და გამოჩნდა ადამიანი რომელსაც მე დიდი ხნის წინათ ვისწოდი როგორც ენერგეტიკოს ის ნებისმიერი დერეფერებულ ადამიანის არ არის ეგრეთ წოდებული რიგითი პიროვნება, ის უცნაური პიროვნება, ის არის უზარმაზარი განათლების პიროვნება, ჩემი ბატონური გუჩია, ჩვენ ბეძახეთ თბილად მიმართავთ იური პეტროვიჩს. ეს არის დიდი განათლების პიროვნება და მან ესე იგი გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ეგრეთ წოდებული აი ეს მომზადებული, სტამბეში მომზადებული ჩვენი საქმე. მას რამდენიმე გზის წასვლა დაჭირდა სანქტ-პეტერბურგში ეს არ ყოფილა უცებ დაახლოებით 9 წლის განმავლობაში უცებ ხუთჯერ მაინც ვიცი რომ საგზავნა და ხონდა ესე იგი
მოლაპარაკება იქაურ დიდი რანგის ბიზნესმენებთან და როგორ ჩანს ესე იგი იმათ ყურად იღებს კულტურალოს პიტანეს და თქვენს წინაშე მე მგონი ესე იგი საკმაოდ მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებული ციგნი უკვე ესე იგი მიღწეულია და ჩვენ ესე იგი ჩვენი ბედნიერება ის არის რომ ეს ციგნი უკვე წარდგენილი არის გაიხსნა სტრასბურგში ჩატარდება ესე იგი ციგნის ფესტივალი ეს არის მარტო ციგნის გამოფენა აქ პროგრამის სხვა იმართულებას იქნება წარმოქმნილი და იქ ერთ-ერთ ადგილს დაემკვიდრებს აი ეს გამოცემა და ბუნებრივია ჩვენ გვაქვს სულები უბრალოდ ეს ველოდებები ხომკაბლო არის ციგნის პალატის გენერალური დირექტორი მაგრამ ყოველთვის ხდება ისე რომ რაღაც შემდგარი პოლიტიკები ტარდება და აქედან გამომდინარე ვერ შემოგვერდა ჩვენს პოლიტიკას მაგრამ თავარი ის არის რომ ეს იგი რომ წარდგენილი იქნება ამას უკვე წყალი არ გავუდა თან არის სურვილი რომ მივატაჟებული იყოს ის ხალხი ვინც ამ ციგნის ნაცვლად მოწესრიგებაში მიიღო ეგრეთ წოდებული მონაწილეობა და ერთგვარად პატრონი იყვნენ ამ ციგნის გერმანიაში ამას საუბარი და დევს ეს რეგავერტები ფაქტობრივად ერთი რაღაცა მინდა რომ იცას ამ ციგნმა მე კიდევ ხაზგასმით უნდა ვქო ჩემს მეგობრებო ამ ციგნმა ესე იგი ჩემი მართლმადიდ და მე ბედნიერი კაცი ვარ რომ ბატონ როინი მეტრეოს მე ძალიან დიდი მოწესრიგებით ძალიან შორეული სტრუქტურა მისო მეტრეოს ძალიან არა ვარასაკი ეჯერ კიდევ მოვესწარი ცნობილ აბაშიძეს შესაძ როცა ის განაგებდა დიდ გამოცემას არტუდა ციგნებს და მე ბატონმა როინმა გააგზავნა ეს საქმე გააგზავნა უზარმაზარი ტვირთის საწერის საქმე ქართული ერის წინაშე და ამისთვისაც დიდი მადლობა ბატონ როინი და მე იმისით თქმა მინდა რომ აი ამ ციგნმა სონაჟების ერთგვარი კატალიზატორის როლი მე მგონი ითამაშა მე მგონი იმიტომ ამბობ რომ რაღაცა პროექტი უკვე დაიბადა და ამის საუბარზე მე ბუნებრივია მე თვითონ არ ვგაცემ მაგრამ მე ბატონი ავტო იყოს ბატონი როინი ის ალბათ ინფორმით რაპორტის ცაც ჯერჯერობით შეიძლება ამისი და დაატოვეთ ეს არის ბატონი როინი ჩემი საქმე კიდევ 1000-ზე 1000-ში უარყოფა შეიძლება განზე ელავ მიბალმობა და თუ კიდევ მოვიდა კიდევ მოვიდა მე მაგათაც და ეს აკადემიკოსი აპოლონში რაღაცა სერიოზული ავტომობილის კაპულო არის ეს ამიტომ მე ვიდეო პროფესორი პოლელი არახალიას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეცნიერების სამსახურის განსხვავებას რომ უასეროს არის მოსასწრო. მადლობა. ციგნი რომლის განხილვაზე ეს არის ანდარაში შეიძლება ქართული საზოგადოება არ არის ამ დარგში არც პირველი საბედნიერო და საბედნიეროდ არც უკანასკნელი ამ დიდ საქმეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი და წარმატებით ვითარდება დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაშრომს ჰყავს თავისი წინამორბედები, ის მათგან გადირჩევა, რა თქმა უნდა, მათ ძალიან გავს, მაგრამ ამავე დროს მათგან გამოირჩევა იმით, რომ ჯერ ერთი ეს არის რჩეული ფოლკლორის და ამ საქმეს ძალიან დიდი ნამაგი დასდო ბატონმა გური ოდობაია, რომელმაც სტრუქტურულად შეისწავლა ნებური ფოლკლორის ნიმუშები, მათი გამოცემები და არ იყო ადგილი მათგან განსაკუთრებით გამორჩეულების შერჩევა. ანთოლოგიის შედგენა ზოგადად მოგესალმება ძალიან საპასუხისმგებლო და რთული საქმეა და მithumetes ხალხური შემოქმედების სადაც მარგალიტების ესოდე დიდი სიუხვეა.
გარდა ამისა, ეს კრებული წინამორბედებისაგან განსხვავდება იმითაც, რომ მასში შეტანილი ნაწარმოებების ავტორები უმრავლესობა დღეს ამ მოღვაწეობს და ჯანმრთელობაბრიდან უსულობს და მიღების ასეთი კრებული, სადაც შესული ნაწარმოებების ავტორები ესე იგი მოწყლები იშვიათია. არისტოტელეს სამუშია თავის დროზე ყველაზე გვიანდელი ავტორი დანიელ ფიფია იყო, რომელიც თავის ბოლო კრებულში შეიტანა და დანიელ ფიფია ამ წიგნის გამოსვლამდე 50 წლის ადრე უკვე აღარ იყო ავტორი. ასე რომ ამ შემოქმედების ავტორებს ჩვენ გვარებში უყურებთ და ზოგი მათგანი აღარ და ისინი ამ წიგნის მნიშვნელობის თაობაზე ძალიან ავტორიტეტური სპეციალისტების არის. ეს ჩემი თავი აყვავს მხედველობაში ამბობს. ამ კრებულით ასევე მნიშვნელოვანი დახმარება გაეწევა ქართველურ ენათმეცნიერებას, ქართველური ენების შესწავლას, რომელსაც დასასრული არ აქვს, ამოუწურავია მისი ლექსიკური ფონდი და სწორედ მეგრული და სვანური ავსებს იმ საერთო ფონდს, რომელსაც ქართველური ენების ლექსიკური ფონდი ქვია. არასოდეს არ არის ზედმეტი ნებისმიერი ხალხური შემოქმედების ნიმუშების ახალი ნიმუშების გამოცემა ამ თვალსაზრისით, მას ყოველთვის რაღაც სიახლეების შემოვა. გარდა ამისა, ამ წიგნის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაშიც, რომ ასეთი ტიპის გამოცემა დიდი ხანია არ გამოხორციელებულა, კითხველთა ახალი თაობები მოდის, რომელთათვისაც ადრეული გამოცემები უკვე ბიბლიოგრაფიული იშვიათობად არის წეული და ხელი ნაკლებად მიუწვდებათ და თანამედროვე კითხველის მოთხოვნილებასაც ეს წიგნი ამ კუთხითაც აკმაყოფილებს. მე მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო შემოქმედებით კოლექტივს ამ წიგნისა გულის მეთაურობით იმ ადამიანებს, რომლებმაც ფინანსურად უზრუნველყოფს და ამ საქმეში და შემდგომი წარმატებები უსურვოს. მადლობ გულისხმობ. მადლობა, პატრონელი. პატრონელი, ზოგადად სიყვარულიце, ციხის რედაქტორ კონსულტანტ საკადემიკო სოფთათი არაგოს. პატრონელი. გესალმებით. ნამდვილად არ გადავაჭარბეთ თუ ვიტყვით, რომ ქართული ციგნოგრაფიის საგანძურში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტომი დაიწყო. და სწორედ ასე უნდა შევაფასოთ ყოველი ამგვარი ღირებული გამოცემა, რომელიც წარმოგვიდგენს ჩვენი ხალხის ამოუწურავ ნიჭიერებას ჩვენი ხალხის და რომელიც არის მასაძვირებელი დიდი ქართული ლიტერატურის და ჩვენი საერთო ეროვნული ენის. ახლა მე გარკვეულად ის უნდა გავაკეთო რამდენიმე საკითხს და შევეხო. მეგრული პოეზია არის განსაკუთრებული თავისებურებით აღბეჭდილი, შეიძლება ითქვას, რომ მე იცით საიდანაც ვარ და ქართულ პოეტურ კულტურას ორი პოლუსი აქვს. ხომური პოეზია და კოლხური პოეზია. ეს ორი სხვადასხვა ეს ორი პოლუსი თავისებურებით ძალიან ახლოს არის ერთმანეთს. იმიტომ რომ მოდის მითოლოგიური წიაღიდან გვაქვს ძალიან ძველი მისტიკა და ამავე დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება მათ შორის. მეგრული ლექსის ფენომენი სამწუხაროდ ეხლა პატრონმა არ გვესწრება აპოლონი, მისი ერთ-ერთი შესანიშნავი გამოკვლევაა მეგრული ლექსი
და მან აჩვენა, რომ ქართველური ლექსიკონის სისტემაში მეგრული ზის სრულად ორგანულად, როგორც სამეცნიერო საზომი და ამავე დროს ეს არის უნიკალური ამ სიმდიდრეში სრულად თავისებული ნიშა უკავია. ამ წიგნში მე რამდენადაც უკვე ვიცნობ და ჩავიხედე არის ძალიან ბევრი მონაპოვარი ისტორიად ლექსიკონის პროსოდიკის თვალსაზრისით ძალიან ბევრი სიახლეა. აქ არის მოგეხსენებათ ფოლკლორი და ცნობილია მეგრული ფოლკლორი თავისი სიმდიდრით და არის საავტორო ლექსები, რომლებიც სრულად ორიგინალურია, მათ შორის ბატონ გურის აქვს თვითონ სონეტების მთელი ციკლი აქვს გაკეთებული და არაჩვეულებრივად გამოვიდა მეგრულად სონეტის წყობა და მე როცა აი ამ მნიშვნელობაზე ლაპარაკობ, ეს დღევანდელი სინამდვილე არ არის და გუშინდელი და ზოგჯერ ჩვენ ახალი კარგად დავიწყებული ძველია გვავიწყდება ჩვენი მასწავლებლების და წინაპრების ის გამოცდილება, რითიც მათ ასე ვთქვათ, წყალებში ვაკუთვნი ამას პროვინციული შემოქმედება თუ სხვა ხელოვნების ნიმუშები, აქციეს საერთოდ რომ საგანძურში შემოიტანეს სწორედ იმით, რომ ისინი მაღალ დონეზე დასტამბეს კრებულებში შეიტანეს და დაწყებული აქეთ გადმოვიდეთ საგანძურიდან კი არა მარტო არამედ ჩვენი სამოციანელები სწორედ როგორ ზრუნავდნენ ხალხური თუნდაც იბერია რადრის სიტყვერების შემოყვანისათვის იმ ასპარეზზე, რასაც დიდი ლიტერატურა ქვია. ეს ერთი მხრივ ლიტერატურაა და მოგახსენებთ, მეორე მხრივ ეს საგანძური არის საუკეთესო წყარო ისტორიისათვის, ხშირად შემოწმული, იმიტომ რომ როგორც არქეოლოგიური ძეგლი ასეთი არის სწორედ ის სინამდვილე, რომელსაც პოეზიას აქვს და მით უმეტეს ხალხური პოეზია და ეს არის ფაქტობრივად ამოუწურავი საგანძური ენისათვის, ენის გამდიდრებისათვის და ერთი შესანიშნავი გამოცემა მინდა შეგახსენოთ აპოლონ ცანავასა და კორნელი დანელიას მიერ გამოცემული სწორედ ქართული ხალხური სიტყვიერება მეგრული, რომელშიც ბატონმა კორნელი მაინ პროფესიული სიმაღლით წარმოაჩინა რა წვლილი აქვს ისტორიის განმავლობაში ოლხურის დიალექტებს, მეგრულ ლაზურს რა წვლილი აქვს შეტანილი სახელმწიფო ეროვნული ენის განვითარებაში. ეს არის ჩვენი საერთო საგანძური და ამას არანაირი ესეთი რა არანაირი აქცენტი არ შეიძლება. ეს ნამდვილად უეჩვენია კიდევ ჩვენ მხოლოდ ვიმეორებთ იმას, რომ ჩვენი მასწავლებლები მასწავლებდნენ და ყოველი ასეთი ასე ვთქვათ მონაპოვარი არის დიდი სიმდიდრე ჩვენი ერთი მხრივ კულტურისათვის და მეორე მხრივ მე მაინც უცენად მეცნიერი ენობრივი კუთხით დგები აქვს. აკადემიაში გულსაცდა ყველა ვიცით, სხვადასხვა ორი წელი შესრულდა რაც პარლამენტმა მიიღო კანონი სახელმწიფო ენის შესახებ, ზუსტად 2 წელი არის დღეს თუ ხვალ სრულდება 2 წელი და აი ამ კანონში შემდეგი ფორმულირება ჩაიწერა. აი მე გინდავს თქვენ საზოგადოება იცოდეს ეს გარკვეული ის არის ის რაც არის ჩვენი სწორედ აკადემიური მონაპოვარი და საზოგადოება პარტიამაც უნდა იცოდეს, ახლა მე ჩემს ბევრს კოლეგასა და მეგობარს ვერ ხედავ აქ შეიძლება ზოგადად თავის არის და იმიტომ რომ რაღაც თვითონ უგებელობა ატმოსფეროა ასეთზე ლაპარაკს, არა და ეს ჩვენი სფერო ჩვენი საერთო სიმდიდრეც არის და ჩვენი საერთო საზოგადოებაც არის და რაც უფრო მოგახსენებთ. აი ამ კანონში წერია სწორედ იმ მოხლში, სადაც არის სახელმწიფო ენის სტატუსი, მესამე პუნქტად წერია. სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ქართველურ ენათა და კინოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე, როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლის უნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობას. ეს არის სწორი და სახელმწიფოებრივი ფორმულირება იმისა, რომ ეს არის სწორედ ჩვენი საერთო ერის და საზოგადოების და დასტავარია სახელმწიფო საზრუნავი, ეს არის დიდი სიმდიდრე, რომელსაც მოვლა სჭირდება. ახლა ისიც აშკარაა,
აი ამ ვითარებაში ამ ჩვენ ზეწოლი ერთეულებს სხვადასხვა კუთხეში ყოფს და მათ შორის საქართველოს პარლამენტის გარეთ გამოუჩნდებიან ხოლმე პატრონები, რომლებიც ცდილობენ ამით ქულები და გრანტები დაიწერონ და ასე შემდეგ და რასთავარია დამშველის მანტია მოსხალ და ასე ჩვენს გარდა ვერავინ ვერ დაიცავს სრულიად ესეთი ილუზია ეს რომ ვიღაცა ნამდვილად ზრუნავს ჩვენთვის ეს არის საქართველოს დასაწყისი და შეგვიძლია ჩვენ უნდა დავუძინოთ ჩვენი კულტურა, ჩვენი ისტორია და ხასური და რასაც ვერ დავიცავთ ისიც ჩვენი ბრალი იქნება 2009 წელს ენათა მსოფლიო ატლასის იუნესკოს ენათა მსოფლიო ატლასია და გარკვეულება ასე ვთქვა პერიოდებად რედაქციებად მეოთხე ატლასი გამოქვეყნდა მეოთხე რედაქცია გამოქვეყნდა 2009 წელს და გამოეგზავნა რედაქტორებს რომელსაც ეს შეეხება. აი ამ ტექსტში 2500 ენა შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე ყოფი ენების ნუსხაში. მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საერთო მცირე რიცხოვანი ერთეულია მოგეხსენებათ და აი ამ ნუსხაში არის შეტანილი ქართული ენებიც. ჩვენგან მათ სჭირდებოდათ ამაზე დასკვნა, გარკვეული დასკვნა და ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან სამი ასეთი დასკვნა გარკვეული შენიშვნები იყო გამოჩენილი ცნობა და არაზუსტი ცნობა და ჩვენ წერდით რომ რაც შეეხება ქართულ ენებს მათ საფრთხე შეიძლება დაეგუქოს იმდენად, რამდენადაც ეს საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს ქართულ სახელმწიფო ენაზე. თუ ქართული სახელმწიფო ენა და საქართველო იქნება დაცული, ეს ტექსტი ასეთი იცავი და მაშინ ეს ერთეულები, ნებისმიერი ერთეული იქნება დაცული, თუ არა და ის საფრთხე, გლობალური საფრთხე, რომელიც მცირერიცხოვანი ერების ენების გადაშენებას უხდის, ეს არის ეს საფრთხე არის საერთო. არ არის და იქ წერტი ჩვენო, ახლა იქნება საუბარი უმცირესობათა ენებზე, არც მეგრული, არც სვანური არ არის უმცირესობათა ენები, ეს არის ჩვენი უმრავლესობის ენებია, ეს ქართული ენები, აქ უმცირესობა არ არსებობს, ეს ჩემთვის ისე თავისი ჩემია, როგორც თქვენთვის. შეიძლება არ ვიცოდეთ, რომელიღაც ქართული ენა თუ დიალექტი ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მეის თქვენს არ მიკუთვნის და არ მარტაში. ეხლა ამის განმარტება სასწავლებლად დაჭირდება, მაგრამ მე გეუბნებით იმას, რა განმარტებას ჩვენ მივეცით იმათ, ვინც ამ ზრუნვით მათ სასწავლებლად შეპრობილი და მათ მეგონია, რომ სრულიად ობიექტურად მიიღეს ეს. ამავე დროს, ეხლა ჩვენ ევროპელ კოლეგებთან არაერთ ჰქონია ურთიერთობა ამ საკითხზე და კამპანიური იქაც ბევრია ძალიან და აკეთებენ ისეთ ღონისძიებებს ატარებენ, რაც სინამდვილეში არაფერს არ შორის მართლაც გადაშენების გზაზე ყოფილა ხევსურული მაგალითად ერთ-ერთი გამოჩენილი დიალექტია მინდა გითხრათ ჩემთვის აი როგორი გულის ტკივილია ეს რომ ხევსურული ფაქტობრივ ბუნებაში აღარ არსებობს. რატომ? იმიტომ რომ ხევსურეთი დაცარიელდა და ქალაქში და სხვაგან სადღაც ამ ვერ შეინარჩუნებს ვერც ენას და ვერც დიალექტს. და ევროპელი კოლეგები მithქვამს გადარჩენა აი ამ ერთეულების და იმ კულტურის რომელიც განასახიერებენ აი ეს კუთხეები ეს არის მხოლოდ შესაძლებელი იმ სამეურნეო, იმ საყოფაცხოვრებო, იმ რელიგიურ და შემდეგ კულტურისა, რომელიც ამ რეგიონებში თუ იქ შეიძლება გადარჩეს, ხოლო კიდევ მეორე ილუზია იმისა, რომ შეიძლება ქალაქის პირობებში რომელიმე ენობრივი ერთეული შეიძლება მომავალი ჰქონდეს, ძალიან ისე ეფემერულია, კომპიუტერია საკმარისი იმისთვის, რომ ეს კარგად დავინახოთ და ჩვენი შვილიშვილები ახლა რომ ვერ მოახედათ ქართულისკენაც კი აი ტიპის სწავლობენ სკოლაში იმისკენ არ თუ ასე რომ ეს საქმე რომელსაც არ მოგვიდგენს ეს და მე მინდა ბატონ გურიო ტობაიას ჩემს ძველ მეგობარს
ძალიან ახლო ადამიანს, მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა, იმიტომ რომ მან როგორც მართალმა კაცს, როგორც ნამდვილმა პატრიოტმა არ გადაწყვეტ ეს საქმე და ასე ვთქვათ, უკმალობადას თამაში არ დაიწყო ზოგიერთი. მოგიდა საქმეს ხელი და აი დიდი შრომის ფასად და კიდევ მეორე გამბედაობა უნდა ამ საქმეს რომ მიხვიდე გამოვართვა მე სხვა ვიღაცას გამოვართვა ის სახსარი რომელსაც ყოველს რა აქვს თვითონ და დიდი შეიძლება გამოსცეს და აი ასე მოიტანო ერავნე და საზოგადოება. როცა გურის ლაპარაკო გური ამას ხედავს მასშტაბურად და საქართველოს ისტორიას ხედავს გური მასშტაბურად. მე მის შემოქმედებას რადგან ვიცნობ მან ერთადერთმა მე მგონი სცადა ის არა ერთადერთმა მაგრამ აი ამ სამყაროდან საიდანაც ის მოდის ერთადერთმა სცადა რომ ანტიკური სამყარო ანტიკური საბერძნეთის დროის ქართული კულტურის ის ნაწილი რომელიც აშენია ჩვენი ისტორიიდან გაეცოცხლებინა და აღედგინა. ეს ძალიან დიდი მნიშვნელოვანი განაზრახვა დიდი იდეა და არჩეულებრივად შეძლო ეს ამიტომაც ისი განახული ფოლკლორის და შემოქმედება შემდეგ ის ცოცხალი შემოქმედება რომელსაც არის ისტორია სხვა განახული ისი ლექსები ქართული ლექსები არის შესანიშნავი სალიტერატურო მეგრელი რატომ არის სამეგრელოდან განსაკუთრებული პოეტური იმპულსით დაჯილდოებული პოეტები მოდიან ქართულ მწერლობაში ეს ოსურვაში არა ერთ-ერთი არის ჯური ოტოგაია შესანიშნავი პოეტია მაგრამ ამავე დროს ისი მეგრული ლექსები არის ასევე სულვარი და შეგვიძლია ეს არის მახშალია და სხვა და სხვა ლაშა გახარია პირველი პოეტი ლაშა გახარია აი უნდა ნახოთ აუსტატიკად არის ისი ლექსები წარმოდგენილი აქვს ოდაბადე მაგალითად შესანიშნავი და ასე შემდეგ ვახტანგ ხაჩილავა ცნობილი პოეტია და არჩეულობრივი მოღვაწე გაზეთის რედაქტორი მას აქვს სრულიად უნიკალური ლექსები განუმეორებელი ლევან ბრეკაძე ცნობილმა ლიტერატურის კრიტიკოსმა დაწერა მის თაობაზე რომ ესა უნიკალური მოვლენაა როდესაც ერთ ლექსში ვახტანგ ხაჩილავა ქართულად და მეგრულად ორი ეკოლოგი ქართულია მეგრულია და ეს ისე არის ერთმანეთში შეცვლილი რომ იძლევა საოცარ ეფექტს ეს არის შედევრი ამ თვალსაზრისით და უნიკალური და სხვა რომ ეს ამას უშევხედავთ უცირონი და ნუც ის მეგონება ავტორის კაპრიზი ის არის ის შემთხვევა და არჩეულებული შედარება პოპულარული ლიტერატურა როდესაც ერთი და იმავე ჯგუფის სისხლის ჭირდება ადამიანს სისხლის განახლება დასჭირდება არ დააჩინოს ყველას მაგრამ როდესაც ორგანიზმს ჭირდება იმავე ჯგუფის სისხლის ჭირდება და ესო ერთი და იმავე ჯგუფის სისხლის გადასხმა იმაში იმისთვის რომ გაძლიერდეს ჩვენი სისხლი და სწორედ ასე გადავიდოთ ჩვენ აი ეს შენაძენი ჩვენს ლიტერატურაში ახლა მე ძალიან ბევრი რამე კიდევ საქმელი და უერთაცნობრივი კუთხით გავყვები მაგრამ ეს გამოცემა როგორც ანთოლოგია სრულიად აკმაყოფილებს ლიტერატურულ მოთხოვნას ამავე დროს ენათმეცნიერები ვართ ამ ძოლის ყველაზე კრიტიკული ენათმეცნიერებს რომ ათქრევილური სრულყოფილი გამოცემა და ყველანაირი პარამეტრი უნდა აკმაყოფილებდეს და მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან ეკონომიურად აი როგორ დაბეჭდილია კონკრეტულად ეს პირდაპირ მოუშვება ასე შემდეგ ეს სამომავლო აკადემიური გამოცემისთვის დიდ შრომას მოითხოვს სამეცნიერო გამოცემისთვის ამას მთელი დაკარგვა შეიძლება არის მომავალში ეს შემოქმედება კიდევ უნდა ასე ვთქვათ მოვიდეს სწორედ აკადემიურ დონეზე და ჩვენი ამისთვის ერთად უნდა ვიშრობდეთ სწორედ ასე უნდა გაკეთდეს და ამავე დროს მინდა ვისაგებო შემთხვევით ის იდეა რომელიც მე გადმოვიდოცა ადამიანმა გურიმ და მისი ეს იდეა აი გავახმიანო ეს სწორედ რომ ჩვენ უნდა შევადგინოთ
ეგრეთ წოდებული დედა ლექსიკონს ეძახის დურიოთებაა ქართულ ენა კილოთა ლექსიკონი საგანძური რაც მუნიციპალ შემდეგს ის იქნება სიტყვანი იქნება ალბათ გამართეთ სული სიტყვანი რომლის გასწვრივ სახლი იქნება ქართულ ენებსა და კილოებში არსებული ყველა სინონიმი ანუ ბუნებრივი პრინციპი ეს მთელი ეს საგანძური თავმოყრილი იქნება ერთ წიგნში და შედარებითი ლექსიკონზე უფრო მეტია იმიტომ რომ შედარებითი ლექსიკონში მარტო საერთო ქართული ძირებია რომ ეხსენებათ აქ იქნება სინონიმები ის დიდი ლექსიკა რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენის მომავლისათვის მოკლედ ჩვენთვის დღეს ტერმინოლოგიის ასეთი მოძალება გვაქვს აი ჩვენ გავზადებული მასალები იქნება იმისთვის რომ ნებისმიერ თემაზე ნებისმიერ სემანტიკაში მოიცნოთ შესაძლებელი თუ ქართულში არ მოიყვება ინგლისურში არ მოიყვება და შემდეგ ნებისმიერ შესაძლებელი ასეთი შემთხვევები კიდევ ძალიან ბევრი არაერთია რომ სწორედ ამ ქართული ენებიდან შემოვიდა ქართულში და სულხანსა და სულცინში ჩამოყალიბდა საკმაოდ არაერთი მნიშვნელოვანი სიტყვა. თუნდაც უჯალიში თქვა ტერმინი, თუნდაც ისინი მაგალითად მოგხსენებათ ევროპის წარმოშობის სიტყვა და ასე შემდეგ არაერთი ძალიან ბევრი სიტყვა და წერლების როლი და დამსახურება სწორედ ის არის, რომ მათ შემოვა ეს ლექსიკა აქტივში აქტიურებენ ისინი ლიტერატურაში, ჩვენ ლექსიკოგრაფები მოვალენი ვართ, რომ შემდეგ ამ ლიტერატურაში შემოტანილი დააქტიურებული სიტყვა ავსახოთ საერთო ლექსიკურ საგანძურში. აი მე მოვიწყო საზოგადოებისგან, რომ თქვენ მოვსვათ ის იდეა, რომ შეიქმნას ეგრეთ წოდებული დედა ლექსიკონი, მაშინ აი ამით უნდა დავასრულოთ. Uğraşı maddelerine ulaşsınlık aseti sahiplerine sorma oluşulabildi, yalnızlıksa tüyüsteki oluşuluğu görmemiştir. Naşeye kadar kritilerinde bir kuruluş harda celas. Sankiyorumuzda böyle davranış çok sağlamda. Harda bir örneği Sakartvelos mesleği ve Aerosluğu Akademiya böyle verilen burada oturmuş Sakır Satırışı Hocamı Güzelat Mesleği bir institut gidiyorum. Ara ერთი და ორი კაცის საქმე, ეს არის ზოგადი ფართო საქმე, დიდი საქმე, საშუალო საქმე და ამიტომ დედა ლექსიკონია რა. დედა ქართულში. არის აქ. დიდი მადლობა. თორემ შემდეგ გამოსულის ბიუჯეტი სიტყვები და ვიბერტო ხალბატონებს. ერატუმაც შემოწიაში არ მზადდება ასეთი კოლექტივი და როგორ ჩავთვალოთ მე რომ გენდერ პრინციპი არ ვეღარ ნებისმიერ წუთს ოჯახი გონი საჯურის მუში დახე ტელევიზია იყო გამოსულა ხალების აგრებები დავიშვათ და დავაძლოთ მე უფრო ვიცი რომ ხალები ძალზედ კაცებსაც ასეთი ვიცი და ხალები კაცები გამოვიდა რა შეგვიძლია ეს ხურება ჩავიშვათ მე საერთოდ ნებისმიერ წუთში მოგცემს ეხლა კი Πατρόν Დავით Κობალიას მინდა ხოლო სიტყვით გამოსვლა πατρόν Დავით გერმანიიდან დადეს სპეციალურად ჩამოვიდა გერმანიიდან დადებული და მოსვიდა ორი შეგვიძლია უმეტესი მადლობა იმისათვის რომ მე ამ დაფაში მეცდება ორიენტი სიტუაცია რომელმაც არ მარტო საქართველოში გერმანიაში და კერძოდ სამხრეთ ტიროლში გამოიწვია ძალიან დიდი სიხარული და რატომ ვიყავი ბაზონოვაკურ სამხრეთ ტიროლში და გერმანიაში მე ვუშავ რამდენიმე წელიწადია სამხრეთ ტიროლის ისტორიაზე ეს გახლავთ ორი წლის წვეთივით მსგავსი ისტორია ახაზებდი ჩვენი დღევანდელი და სამხრეთ ტიროლი რომელიც საუკუნის წინ მიიტაცა იტალიამ სამწუხაროდ ამ თემას შეიძლება მე გამომჩა არავინ არ შეხედია საქართველოში გარდა ჩემი რამდენიმე სტატიისა. მე მუშაობ წიგნზე სამხრეთ ტიროლი ავსტრიის საფრანგეთი ასე დავარქია. თარგმნი პარალელურად როლფ შტაინგერის წიგნს ეს ავსტრიელი ავტორია ხო? სამხრეთ ტიროლი პირველი მსოფლიო ომიდან 2015 წელს გამოიცა ეს წიგნი მიუნხენში. რატომ მოხდა ეს წიგნი სამხრეთ ტიროლში? 5 წლის წინ
მე მქონდეს და მივეწვიეს პროცენტში, როცა იქ ვიმყოფებოდი პროცენტი დაკარგა სამხრეთ ტიროლის 50%-ში. ჰესტოსის დისკოსთან დაკავშირებით. ჰესტოსის დისკოს სამკითხველი ყველასათვის ცნობილია ჩვენი სახელოვანი ადამიანი ბატონი გია კვაშილავა. გიასთან მეგობრობდი დიდი ხანია და მე შემეძლო რამდენიმე სიტყვით ამასთან დაკავშირებით და როცა დამისვე შეკითხვა თუ რა ენაზე გაშიფრა კაცმა ჰესტოსის დისკო ეკუთვარი რომ ეს არის ძველმოხური ენა რომლის დღევანდელ სახეს წარმოადგენს მეგრული ლაზური. რაცოდნოდა გია კვაშილავას მეგრული ენა ზედმიწევნით კარგად მე მეგონა სანადებს ციგნი მოდიშვიდით სანადებს ციგნი გამომედოდა მეგრული ვიცოდი მაგრამ როცა წავიკითხე ეს ციგნი ვიუღდი რომ მე ძალიან ბევრი მაქვს მეგრულში კიდევ სასწავლო. შეკითხეს მართლა რომ თუ არსებობს რაიმე ესეთი მნიშვნელოვანი გამოცემა ამ ძველ კულტურულ ენაზე. რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ მე მათთვის წარსადგენად არაფერი არ მქონდა, ჩემ და სასიხარულოდ ერის საამაყოდ გამოიცა ეს ციგნი მეგრული პოეზიის ანთოლოგია და ეს ციგნი პირველად ნახე 2 თვის წინ სამხრეთ ტიროლში პროცენტში. ჩემმა მეგობრებმა გადმოგვცეს ეს და გახავთ კერძოდეს პიროვნება ბატონი დოქტორ რაინერ გაისლერი, საქართველოს დიდი პატრიოტი, თავგადასავლების პიროვნების საქართველოს 2008 წელს 7 მოხსენება გააკეთა ამ კაცმა საქართველოს დასაცავად აგვისტოს ცნობილი კატასტროფული ომის შემდეგ. მსგავსი გამოსვლები არც ერთ ქართველს არ ჰქონია, მე კიდევ ამასაც გავიმეორებ და ვიტყვი ძალიან ხმამაღლა. ეს იყო გაეროს დონეზე, ეს იყო ბრიუსელის დონეზე, ეს იყო ვენაში და მიუნხენში და კიდევ რამდენიმე გამოსვლა. ამის გამო ეს კაცი საქართველოში არ გამოუშვეს, შემდეგ ავსტრიის წარმომადგენლად უნდა ჩამოსულიყო საქართველოში და 2008 წლის ბოლოს მას პირდაპირ უთხრეს რომ თქვენ მიკერძოებული პიროვნება გახდა წამდებით საქართველოსადმი და თქვენი გაშვება ამ მისიით საქართველოში შეიძლება. მე მინდა ბატონი რაინერ გაისლერის დიდი მოგითხრა და მოგესვა მოგეცადოთ ამ ციგნთან დაკავშირებით. ასევე რუდიგერ ფონ ანდრესენი, ეს კაცი 18 წელიწადია საქართველოში კითხულობს ლექციებს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გერმანულენოვანი ფაკულტეტის დამაარსებელი გახლავთ. სამწუხაროდ წელს ბოლო წელიწადია მისი და ეს მიდის უკვე უკან ბრუნდება. კილიდან 1 საათი მელაპარაკა უხელ გამოსულა ციგნი, იმედი მაქვს რომ მის ერთ ეგზემპლარს მეც მივიღებო, ეს კაცი 2 წელიწადი კითხულობდა ზუგდიდში. ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში ლექციებს ყოველ ხუთშაბათს მიდიოდა თბილისიდან მატარებლით. არასკევი შაბათი კვირა ლექციებს კითხულობდა იქ და ორშაბათს ბრუნდებოდა უკან. სამწუხაროდ 2011 წელს სააკაშვილის ასე ვთქვათ ანტი-გერმანულ დამოკიდებულებას ეს ფაკულტეტიც შეიწირა და დაიხურა ის ზუგდიდში. თუმცა ამ კაცმა მაინც მოასწრო ზუგდიდში რამდენიმე მაგისტრანტის გამოშვება. ამ კაცისგანაც მინდა ძალიან დიდი მილოცვა გადმოგცეთ. გამოვატანეს 3 წელი პატარა ლექსიკონი. ეს არის მცირე ენების, როგორც ვიტყვია, თუმცა მცირე ენებს მე არ მივაყოფ ნებრაქვია მეგრულს, ეს გახლა საქსური, ბავარიული და შვაბური ლექსიკონები. აღმოჩნდა რომ ეს ლექსიკონები სახშიც ჰქონდა, მაგრამ ეს ეგზემპლარებია, რომელიც მე გამოვატანეს 20%-დან. იმის ნიშნად რომ ვინმეს რო წამოწდეს გერმანიაში, რომელიმე გერმანელს არა მნიშვნელობა ნებისმიერ კუთხეში, რომ რაიმე დამამცირებელი შვაბური ან საქსური ან ბავარიული ენის მიმართ, მას ძალიან სიბრალუნით შეხედავენ, იტყვიან რომ ეს ადამიანი არის შესაძრალისი ავადმყოფია ეს ადამიანი. სამწუხაროდ მე არ შემიძლია თქვა მე ჩემს პირდაპირობას არც ამ დაბაში არ გადავხვევ. არიან ადამიანები რომ ველოდინო მაგათ იქნება მოვიდნენ მეთქისკი ამ დარბაზში, რომლებიც ხმალავ მეგრულები ებრძვიან მეგრულ ენას, რას ამბობთ ეს ენა არ არის. იქნება წაიკითხონ და ვითარებოდონ ნაკერად ერთი მეათედი მაინც, რა ქვია, თავიანთი ქართული სოფლით ამ წიგნში რაც წერია. მეც არ ვიტყვი არაფერს, უბრალოდ უმეტეს მადლობა იმისათვის, რომ მომეცა გამოსვლის საშუალება და კიდევ ერთხელ მიულოცო მინდა ბატონ გულის და მის ჯგუფს ასეთი დიდებული საქმის წარმატებით დაგვეპირება. მადლობა.
გამოჩენილი ქართული მეცნიერის, ერასმეცნიერის ჩვენი სახელმწიფო თავად აკადემიკოს თავად საფრანგეთის მოსაზრება შესაძლებელი ხომას ანთოლოგიის შესახებ, მეტროვის პოეზიის შესახებ, ზოგადად აი ამ გამოცემას საერთოდ მეგრული ტექსტების, მეგრული ტექსტების გამოცემას და მიგრების პოეზიის გამოცემას შევეძლოთ საერთოდ ქართველური ინგლისური რეკონსტრუქციის მოგეცემათ მეგრული ენა და აზური ენა არის ერთ-ერთი ძირითადი ქართული ენა ერთ-ერთი უძველესი ქართული ენა რომელიც გამოიყენება ქართულ ენას ძალიან ადრე და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ენებრივ მე მინდა მასთან დაკავშირებით თქვა, რომ აი ასეთი გამოცემები, როგორც წინამდებარე გამოცემა, ძალიან მნიშვნელოვანია მეგრული ენის და ენების შესწავლის თვალსაზრისით, მათი ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით და იმ კულტურული დონის განსაზღვრის თვალსაზრისით, რაც მინდება აი ასეთ გამოცემებში და ასეთ ტექსტებში მეგრული ომი, მეგრული და ლაზური რომ უძველესი ქართული ენებია, ეს თანამიმდევრობს საერთოდ ქართული ენების ისტორიულ შეგროვების შესწავლის თვალსაზრისით და ეს კარგად არის მოდილი ჩვენ ენათმეცნიერებაში და ამასთან დაკავშირებით მე მინდა მოვიყვანო ერთ-ერთი ცნობილი ფაქტი იმის შესახებ, რომ მეგრული ლაზური სიტყვა არის ბერძნულში გამოყენებული ოქროს საწმისის საშინაოდ. ოქროს საწმისი, მოგეცემათ არ მონახები მოდიან ოქრეთში სწორედ ოქროს საწმისის მოსაგვარია. საწმისი და არის სპისპარია. ბერძნულ პოეზიაში ჰომეროსთან ხდება ოქროს საწმისის აღსანიშნავად სიტყვა ოვას, რაც არ არის ინდოევროპული სიტყვა, ინდოევროპული წარმომავლობის ინდოევროპული სიტყვა ყავის აღსანიშნავად არის რაც მოგეცემათ კარგად ტერმა. აქედან დერმატოლოგია და ტერმა, ბერძნული სიტყვა. მაგრამ ჰომეროსთან ოქროს საწმისი არის კოვას. რა არის ეს კოვი? ეს ცნობილი რომ ეს არის არაინდოევროპული წარმომავლობის სიტყვა. არაინდოევროპული წარმომავლობის სიტყვა. და ჩვენ თავის დროზე ეს სიტყვა დავუკავშირებთ ჰომეროსთან ხდება ეს ძალიან ადრეულია წინარე ბერძნულ ბეხაზოვან წიგნებში რომელიც ბერძნული აგრეთვე ხდება ეს სიტყვა ყავის ეს არის მე-15 საუკუნე ჩვენ თავს ჩვენ თავის დროზე ეს ავკავშირებთ ქართულ სიტყვას ყავის დასავლურ ქართულში ერბურსა და ლაზურში ყავის აღნიშნული ეს სიტყვა ყავს ხელი
ტყეები ამის წინა ფორმა იყო ერთები მოდიან სოფელში ოქროს საქმის ან ოქროს თავის ქრისტიანის პრობლემა და აქ ხდება მათ სიტყვა Comunità, termina sicuramente cattolici che sono scaricatissimo quindi cattolici da jest Edi su agregare di forma amici hanno tempo colpi che danno un lavoro e qui os esce da qui e da di Cristo con lo stesso a seconda abbiamo utilizzato emis guarda come la lettera a utilizzato poesia romanis in accusa Negru vasos, cristiani, sono poesiales, spero, რომელიც ინახავს ამ უძველეს კათოლიკოს და აი ეს შესანიშნავი ანთოლოგია მეგრული პოეზიისა, რომელიც აღმოიცა არის სწორედ ამ თვალსაზრისით გამოკიდებად დიდი სახელმწიფო კათოლიკოსებისათვის და კათოლიკური პოეზიისათვის იმასო ყველა მისაუბრა წიგნის ზოგად დანიშნულებაზე და მის აუცილებლობაზე. მე ნაწილობრივ შევეხები ამ წიგნის შიგნავს, ანუ შიგნით რაც არის ამ წიგნში მოცემული. ამის წიგნებზე ვუყურებ ტელევიზორს. ჩემი ცოლის დაკარები. სადაც ხალი მოთქვამს მეგრულად. ჩემი 5 წლის შვილი მიაშტერდა ეკრანს და ამბობს შემდეგს. ბებო, ეს არის სამეგრელო? ასე მოთქვამენ სამეგრელოში? ბატონებო, საქართველოს 12 კუთხე აქვს. წელიწადში 12 თვეა. დიახ, საქართველოს 12-ვე კუთხე თავისი ტრადიციებით, თავისი სულიერი ღირებულებებით, თავისი კულტურით ერთმანეთისგან განსხვავდება.
აქ არ არის ხინკალზე და ელარჯზე საუბარი. აქ არის სწორედ იმ ფასეულობებზე და ღირებულებებზე საუბარი, სადაც არის გადანახული ჩვენი ფოლკლორი და ჩვენი ის აუცილებელი, რაც ამ წიგნშია ჩაგებული. ის აუცილებელი ატრიბუტია, თუ ამას არ იცნობს ესოდენ ტურიზმის მოძრაობის ეპოქაში ადამიანი და თუ ამის გადახურცვლის საშუალება მას არ ეძლევა, ძნელია წარმოდგენა შეიქმნა სვანეთზე, სამეგრელოზე. ძნელია ასევე შეიქმნა ფშავ-ხევსურეთზე, კახეთზე და ასეთი წიგნების არსებობა აუცილებელია დღევანდელ საქართველოში. ამო ბატონებო, მე მოვიყვან ერთ ორ ნიმუშს და სწორედ დანიელ პრიპიას, ლაშა გახარიას, აქ არის ბატონო ჩემო კაპიტონ გახარიას და შემდგომ მე არ მინდა ავტორებს გული დაწვდეთ, რომ როდესაც ქორწილის თუ ქელეხის ამბავს აღწერენ, ეს არის ფანტასტიკური შეუდარებელი მომენტები. ამას ბადალი არ ყავს მთელ მსოფლიოში. კი ვეძალებით ამერიკულ ლიტერატურას, კი ვეძალებით ყველა ქვეყნის ლიტერატურას, ოღონდ მეგრული და სვანური არა. და სწორედ აქ არის გასაღები. ამ ქართველურ ენებშია ჩვენი სიძლიერე, სწორედ ამაშია ჩვენი მეობის სწორი ასახვა. ქუღა ткас მითი კარგოდი. იშკას მომწყობ საზოთოს. Ψάχνаше μοναπάκ τραστκοντατόρ κακοτόρς. Ούτσα τούτη τσίου τρίβρι κέλετσουρι τσέλις νόρτς να τόντσες νշουαντρίνι βατσοτζίρα κότσις τόρτς ούτσα σγλаше μοναπάκ μολεβόλβας μοναπάκ λέτσετσამκ ცაგდირუმუ Kakuşburdu paniyak, uce iyoşurkiya pik, antiyani kmi potu mosakıdı diyan dilk. Paniç muşani careni, mukul mohagani, ataş ondreyi uakut magia şabotandani, papak kumekta komodo, okmameş karkosantani. Ase kotzananiao, ir koçvalan kobatani. Diyak batonebo. Visac ეს არის მის იმისთვის ვაშაგახარია პატარა მონაკვეთი მოვიტანებთ თქვენამდე ამ წიგნამდე ჩვენ გქონდა ცდილობა ბატონო გქონდა იავნანამ თხოვა და გარკვეული მუშაობა გავწიეთ თუმცა ეს 1/4-ით არ არის რაც წარმოდგენილია და მე მივესალმები ამ ცდილობას რომელმაც ისმართლა გაამართლა ის ვისთვისაც იყო ეს წიგნი შესაქმნელი და დასადები ჩვენ გქონდა ცდილობა და მართლაც კარგი გამოვიდა მაგრამ ის ვერ დავაბინავეთ სათანადოდ იმიტომ რომ ადამიანებმა რომლებმაც არ იციან ისთვის აკეთებენ საქმეს ისიც ფაზე დადებული მაგლია არ არის ზოგჯერ და ამიტომ ამ ადამიანებმა იციან ისთვის შეადგინეს ეს წიგნი ისთვის გააკეთეს მადლობა ამ სპონსორებს რომლებმაც შეგვიძლებინეს ხის სამზელზე ასეთი ლამაზი ასვლის მოტანა მე არ გავკარგიარდები დღეს ჩემს ტექსტს რომლებიც აქ არის შესული არ წავეკითხავ აუდიტორიის წინაშე და მადლობას მოგახსენებ ყველას ყველასთვის Καλοδόζια, უღრესი მადლობა კიდევ გითხრათ, პარკოში და სიენერგია ძალიან ამაზად გამოკვეთით და ისე საინტერესო მუსიკალურად საინტერესო მეგრული ლექსი, რომ უღრესი და უშედი ძალიან საინტერესო შტაბეთიკება დამჭერდა. დიდი მადლობა ამისთვის. Პატრო ბაკურს ხომ შენს მეგობრს უბორჩი. მე მოგიერა მოაց საინტერესო და ზიარგვარი მე დამჯერეთი ხოლმე იმიტომ რომ მაღლა არის როცა ჩაგორია პარალელურ ტელეფონები არის ჯერფასში პროგრამება მე დღეს აქ მოვედი მოწვევით Zavida დიდი მადლობა უთხრა საქართველოს მეზობლად აკადემიის პრეზიდენტს პრეზიდენტს თომათა დარბაზი გახლავთ მეგრეთაგან შეიძლება პირველად მოხდა აქ დიდი ადამიანები დიდი მეცნიერები დიდი მოღვაწეები გიგებიან დარბაზში და მსჯელობენ დიდ საქართველოს სამეცნიერო საკითხებზე შევერთები ყველა მათგანს
ვინც გამოხატა მოდელება ის გამოდა ჩვენჩერა ის მომავალ ბაზარში მიმართა თქვენ. ცნობილია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი. ამიტომ დიდი მადლობა. ამ საკითხების საბიურო ბევრი არ მაქვს. მარტო ესა. ერთ თემას შემოვიდა თქვენს გასაგონად. მე არ დარბაში ვუყურებ ჩემს აკომბერს. მონებრივია, მაგრამ ხედავ დიდი მადლობა ითქვა შემოგვიდეს ერთი დიდი მშენებლის მიმართ, მოდელების მიმართ. არ მინდა ერთი თემა რომელიც უნდა თქვა ამ დღეებში თქვენ უყურებთ ეკრანზე ემბურგის ჰიდროსადგურის მშენებლობის შედეგად უნიკალური კაშკარი გახდა ინდუსტრიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და გაკეთდა დიდი პროექტი რომელიც მიიზიდავს 100,000 ტურისტს დამატებას. მე სულ 3 წელიწადი ვაშენებდი ამ ჰიდროსადგურს 10-12,000 კაცი გამოდიოდა ყოველ დღეს სამსახურში იქა ჩავდნენ მიწისქვეშ და მიწის ზემოთ და დარჩა ეს საოცარი კნილები და გადაწყვეტა რომ მივიდეს 9 მილიონი ტურისტი მაინც მინიმუმ და გაკეთდა ძალიან დიდი საქმე. საერთოდ მინდა გითხრათ რომ შესაბამისად ამ პროექტს რომელსაც ძალიან ცოტა იცნობდა იმის ამბიენტას კაცი მუშაობდა ეს იდეა ეწერა. ჯერ კიდე როდის არის დაპროექტებული ახლა აღარ გავაგრძელებ მე მგონი თქვენ იცით. იდეა ჯერ კიდე სტალინის დროს მუშავდებოდა ემბურგზე ხიდის აშენების და ეს ხიდი დაყოლებული ჰიდროსადგური, მაგრამ უფრო ადრიანი გონებულაცა. იმასაც მოსაზრება გამოდგა. ის დაგარშევალ ეს არის თავად საინტერესო თემაა. მე მინდა ბატონო დიდი მადლობა ვთქვა ემბურგის გადარჩენისათვის, მაგრამ ბატონო ალკანტი დაუკვირდით ასეთი ნაკადის მოსვლა ერთ წელიწადში საქართველოს როგორც ის სიმგრადეს ითხოვს ადგილობრივი ტრადიციის შესანარჩუნებლად მეც რაფერს არ ვიცი. განცდებიც მახსოვს რამდენიმე ქალაქი აშენდა ემბურგზე ბატონმა როინაძე ტრადიციებს იყო საფრთხე რომ ხوار გადავგვარდებოდით ჩვენ. საბინე როდეს არ მოხდა და მეცინება როცა გადასახლებად იქნა ჩათვლილი ფოცხვეცერში ხალხის ჩასახლება. ფოცხვეცერი შეიძლება ტურისტული დედაქალაქი გახდეს საქართველოში მალე. ეს ჩასახლება შეიძლება ძალიან ძვირი ეღიროს იმ დენის აღება. დიდი მადლობა მთავრობას და პირადად გიორგი ტვირიგაშვილს. ანთოლოგიაში შესულია რამოდენიმე ლექსი, ჩემი ანების, ამას ხალხში წერ, მათ შორის მამაჩემის მამის მხრიდან, დედაჩემის ბიძაშვილების დედის მხრიდან, ჩემი უსაყვარლესი თანამედროვეების გურიეტობაიდან დაწყებული არაჩვეულებრივი ლაშა ხარიათი და ყველა დანარჩენით მე ყველა წავიკითხე ესენი და ძალიან მახარებს რომ როგორც ლაშა თვლიდა მას უფრო ძლიერი იყო მამამისი კაბიდო გაგალია მეგობრებში. ჩავედი მუზეუმს ვიამბორე რომელიც მუხურში მდებარეობს მიმოხედვაც არ გინდა გარშემო მივხვდები ასეთი პოეტური სრული რატო ჩაისახა ამ სივრცეში. ერთმა მთავრობის წევრმა თქვა ერთი გამხადა ახლა ტანზე და აქედან გადამაგდო ყოფის ხალხში. რამდენჯერ იქნეს ამას კაცს სურეში და თვითბედა გავხოცნა. ძლიერი ზაგავლო ბატონო როინ ამ თემამ რომელიც დასახარი მუდარი. მეც არ გავშიფრავ ამ არაჩვეულებრივ ჰარმონიას მე არაფერს არ შევიტან. არც შეიძლება რამე შევიტანოთ იმიტომ რომ როცა დაიბადება ბავშვი მაშინ აღარ ამბობენ მათი დედმამის ნაკზე და ბაბუების თუნდაც ეს ჩვენ აქ დავინახეთ ერთი მიმართულება სადაც ითქვა ძალიან დიდი რამ ჩვენი დიდი მეცნიერების მიერ რომელიც ჩემზე წინ გამოვიდნენ დიდი მადლობა ბატონო თქვენ მაგრამ რატო გახდა ეს თემა პოლიტიკის თემა ეს შეკითხვა დავსვა და არ გავცეთ პასუხი ასე ჯობია დღევანდელი აუდიტორიისთვის არაჩვეულებრივი ტექსტი წამიკითხა ბატონმა ავტანჯელმა სახელმწიფო ენის შესახებ და მან წერია სტატუსი რომ ეს არის სახელმწიფო ენის სიცოცხლის ურანიანობის პირობა. ეს ორიგინალური აზრი ქართველებს არ გვეკუთვნის. ეს სოფლიო აზრია. სოფლიო ცივილიზაცია გამდენი ივიდა ჩვენზე გავლით. მაგრამ უპირატესობა სხვა მაიგო თავის თავზე და იმან თქვას. ეს მე მაწუხებს. საავტორო უფლება აღარაფერს არ იძლევა, მაგრამ საქართველოს ორგანულ კანონში რომ ასახვა ყოლა, ეს დიდი წარმატება ქართველური აზროვნების. ამ სიტყვასაც ჩვენ ძალიან მთლად ხმარობთ. ქართველი თუ ქართული, მაინც ესეც საკამათო იყო წლების განმავლობაში. არის ამის გაგრძელება. მე ერთადერთი ვიტყვი მხოლოდ.
აქ ითქვა ამაზე ბატონო, მეც მეანიშნე წვებას და მე უნდა მოეს. არა მარტო ენის დამცველები, რომელზეც თქვენ ამბობთ, ბატონო და არამედ სპეკულიანტების ბევრი არის, რომელიც ამ პატრიოტულ თემას თავის თავს აწერენ და პოლიტიკის სამსახურში იყენებენ. პედაგოგთა გადამშვიდეთ. არავითარი საფრთხე ამის გამო საქართველოს არ ემუქრება. მაგრამ თუ იგი ვერავინ აქ დღესკაცში, ვისაც ჩვენი დაკუცმაცება და დამაწევრება უნდა, ჩემი თხოვნა იქნება ილია ჭავჭავაძის ის კი არა, რაც თქვა მან ბანძაში, ყაყაების ეზოში. რამედ როგორც გააგრძელა ის და დამთავრდა აბზაცი, ბოლომდე გამოქვეყნდეს ყველა. ზოგჯერ დიდი მოღვაწეებიც მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საქართველოში ჩამოვიდა დიდი ილია, საქართველოში ჩამოვიდა დიდი ილია, ეს სამეგრელო იყო და საქართველო ნახა. მე შემთხვევით არ შემომაქვს წინააღმდეგობა ლაბარაკში. რა უნდა ენახანე დავის სხვა. საქართველოს არ უნდა ენახა ილიას. ამიტომ გაუგებარია თუ ბოლომდე არ წაკითხავთ იმ აბზაცს, რას ამბობს დიდი სულიერი და ყველანაირი მამა ქართული აზროვნების. იერარქიაზე არ გადაგდებით დრო უცხოეთში. აქ განმარტებულია ბატონო აქამდე საფრთხე. თუ ამ სფეროს არ გაუწევია ენები და ხალხები, საფრთხე ემუქრება დიდ სახელმწიფო ენებს. ეს არის გეომეტრიაში ასე მიღებული მათემატიკოსები, ცოტა იქნებიან ეს წესი. მათემატიკაში ასეა მიღებული აუცილებელი და საკმარისი პირობა. ამას რო გაუწივლდე, ეს საფრთხის ერთი წახნაგია მხოლოდ და არა მთელი წახნაგი, რაც სახელმწიფო ენას შეიძლება დაეხმარება. მაგრამ მნიშვნელოვანი წახნაგია საქართველოს და მისი ისტორიისგან. დიდი მადლობა, რომ დიდი ენათმეცნიერებისგან მე ამას ვისმენ. ამომწურავი ეს საკითხი არა. იდეა საფრთხების თელი გამა, რომელიც ასე მომძლავრდა თუნდაც ქუჩებში, აი მეტრო რუსთავი და აქამდე რომ გამოვიდით, უკვე იმდენ ფაქტს აწყდებით, რომელიც ემუქრება ქართულ სახელმწიფო ენას. მე ამაზე მეც არ გავაგრძელებ, მხოლოდ ერთ რამეს რაც დამატდა ეს უნდა ვთქვა. თქვენ იცით რომ მე დათარგულობას მამა ვარ. ჩემგან დათა ვერ აიხსნება, მე ინჟინერი ვარ, ეკონომისტი ვარ, პოლიტიკოსი ვარ, ყველა გამოგონილია ესე, არა? ჩემი ცხოვრება ასე წარიმართა. მაგრამ დათა იმ ბაბუას შვილია, რომელიც ამ წიგნშია შესული. ახალგაზრდებზე აღარ ვილაპარაკებ, ზოგიერთი ლექსი გაყოფილია. მაგრამ ბატონო გურის და სიგურად და მის მეგობრებს როშილო არ შენიშნავთ. ჩვენ პირად არ მონაწილეობდით ამაში. როცა მეორე დიდ საკითხზე ლაპარაკი გუნებია, თქვენ უკვე ჩაგვაბით დღეს აქ მოძრაობ. ამ საკითხში. მე ამას ჩავდივი არ მოძრაობ. არ შემიძლია ბატონო ილია ვეკო არ მახსენე. როცა დასასრულებლად გავში ჩამოვიდოდა, შეგნებულად მეგრულად დალაპარაკებოდა. უხერხდება ჩემი პოზიცია იქ და ბატონო ილიას პოზიცია აქ. როცა ემბურზე მუშაობდი გავში, ბატონო ილია კონტროლობდა. ამ იმასდა სულ მეგრულად დალაპარაკებოდა, მაგრამ თავარი რა იყო? რომ იწერდა სწორედ ამ გამონათქვამებს, რომელიც ამ ხოდა არის გამოყენება. რომელიც ამ ბავშვებიდან მოყოლოდა და დავის მოყოლდა როგორც მახსოვს ასანტის სკოლობზეც კი იწერდა როცა ყოველივე ამ ფაქტს ალბუაშის მოძრაობა მსოფლიოში არის ატომური ენერგია მშვიდობისათვის. რამდენიმე ნობელიანი იჯდა იმ სიტყვაზე, სადაც ბატონო ილია გუდასი იწერდა ამას. მე თამის სული გაამართოს, რომ გურვედობაა გალელია. ეკოვეიას გამიდან არის თქვენ მეტელავა აღესადა. მაგრამ გალში მარხია საქართველოს პირველი გამაერთიანებელი ბაგრატოვანი მეფე. ბაგრატ მესამე. თელმა საქართველოს იცის ბაგრატის ტაძარი და მის თავდატეხილი უბედურება, მაგრამ თელმა საქართველოს იცის რომ ეს გაღმა. საქართველოს გამაერთიანებელი მეფის საფლავი ბედიაშია, ბატონო და ბედია. გალში. უნდა გვახსოვდეს. დიდი მადლობა თქვენ. ჯერპასები. მას მიწრებოდა. ყველა ძალიან დიდი ნაბიჯი გადაგვით. იმ საკითხისათვის, რომელზეც აკითხო ბატონო. მე დავეს მივაქცევ ყურადღებას. მოდი შევთხოვა მე ლინგვისტის შვილი ვარ. თემატიკურად გავამხო. 27-29 წლების უნივერსიტეტელია მამაჩემი და ის გერიოსები ასწავლდნენ ის წლები წარმოვიდნენ მეტი არა. ისტორიას ვინასწავლეთ და ქართულს ვინასწავლეთ მამა. ჩვენ ბიჭები წავედით სპანმარტული. ამიტომ ჩემში ცოტა ჩანს ეს ჰუმანიტარული ნაწილი, მაგრამ ეს იმდენად დიდი დოზი დატოვა მამაჩემი. ახალგაზრდა რომელიც დაიუბრუნა 2000 წიგნი, სწორედ ამით იყო გაჩენილი. რაზეც თქვენ ვწერთ. მე ბატონო ავთანდი. ჯერ კიდევ ბავშვობაში მქონდა სიმღერა ქართულ
წოვა თუშური ლექსიკონი. როცა წოვა და თუში მე პირველად გარკვეული საერთოდ და ამ ლექსიკონში შეიძლება ესეთ გარკვეულება ძალიან. ასე რომ თქვენ რომ ძალეთ ფიქრობთ ამა ჩემი ექსპედიციის მონაწილე იყო მისი უდიდესი პროფესორების მონაწილეობა. დავუდგით ასეთ სიტყვას. სვინდისი ბერძნულია, ბატონი ამაზე აფრანდილი აკარგა მე არ უნდა დავიჩემო ეს და ნამუსის მარშრუტი. და სვინდის ნამუს გარეშეა ქართული? ოსტანი თქვენ მოგეხსენება თელი აღმოსავლეთია. ამის გარეშეა ქართული და რო გავაგრძელო საწავო. აი ეს არის ის დიდ გოსანს რომელსაც ის აღნიშნული და ავხედი არაგწერეთო საფრთხმეინებს იქ მარგალიტებია შემორჩენილი და გაუქმდით ამ მარგალიტებს რომელსაც უნდა გამდიდეს ქართული ენა თორემ მოძალეობა არის ძალიან დიდი სპარსულის, თურქულის და ახლარისი აღარლოა ეს ჩამეთვლება სხვა მიმართულება საერთოდ დიდი მოძალება ქართულში ჯერ კიდე ჩვენი წინაპრები ადრეული წინაპრები ის არის პირველ პოემებს და რომანს უწევდნენ ძალიან უჭირდათ თანამედროვე სიტყვების შესატყვისის ზევნა და თქვენ ისტორიიდან გაგიცით ქართველმა მწერლებმა როგორი ორგანული ქართული სიტყვები შექმნეს და ასახეს მე-20 საუკუნის მოვლენები. უაღრესად რთული ფიზიკური და ასე შემდეგ. როგორ მოძებნეს შესატყვისი ქართული სიტყვები. ამას ვიტყვი დამატებით და დავამთავრებ. მარგარა არის მეგრელი მეგრული. ამიტომ და ბოროსდიდან რო წავიკითხე რომ მარგალი იყო სოციალური ჯგუფი. გალში გამიგონია ასეთ რამეს გაიგონდება. იგივე გურის მეზობლები მეუბნებიან. წუხან მეგრელები მყავდა სტუმრა. მეგრულად დაბარა. ჯომავტაბულს. იმან თქვენ მინახავთ. მე მეგრელი ვარ. აბა მეგრელები იყო სტუმარი, გურის გახვა ხალხი. ზუგდელები ერთიდან ეშვეში. რატო ეს არის იმათ მეგრელი შევთო მეგრელი? რატოც არის აქ ნიუანსი? ჩაუყრდი რამას ბოლომდე დავედი და აღმოაჩინე ბოროსდიდან მოგეხსენებათ ეს არის ჟანდარმერის გენერალი გაზეთაშვილების ამზადად მეკუთვნები ის წერს რამდენიმე სოციალური ჯგუფი მენა არსებობდა და მათ შორის მარგალი და რა შეგვიძლია საქმე მიწების სიმრავლე იყო მაშინ საბედიანოში გალილეოს უყვარს ამზადებას ახალია საბედიანო პოლიტიკა გამოდიოდნენ და თოხნიდნენ და ბარავდნენ და რაღაცას აკეთებდნენ ამ მიწებზე. იჯარა დღეს რომ აქვს. საჯეთ პაპაჩენი ყოფილა მამისგან გამძლე. თურმე ამაში ჯერ ძალიან დიდი რამ. ბატონო, მიწმენური არის ის უნდა გამართო. მარგალი ნიშნავს დამრგავს. ესე იგი, წინან გამოსული კი არა, სწორედ ეს არის გეორგია, რომელიც პარტით კი არ იკვებება, არამედ გამოყავს კულტურული ცენზად გავს. და გალშიც ეს სინონიმი შემორჩენილია, რატო? ის მეგრელები გადმოძიდნენ და მეჯოგებას კი არ ეწეოდნენ, რამე მიწას ამუშავებდნენ. აი გეორგიანობა ჩვენი ბოდიშვილის მონგატრა ძალიან ძიმე რაღაცას საქართველოს ჯორჯია არ არის, საქართველოს გეორგია. იქნებ ამასაც ეშვება. იცით დავამუშავებდნენ. ძალიან დიდი მადლობა. Adorable ჩემი დიდი პატივისცემი და გამოვხატო ძალიან ხისოვანი პიროვნების აწიგის პროექტის მენეჯერის ბატონი იური გუჩიასაბი და თუმას სორია ხალხის კავშირის დადებულ პატივი გამზადი ჯობიეს ბატონი დიდი მადლობა საშუალების ოცნებისათვის რაღაცა მუხტით მოვდიოდით ჩვენ აქ გარედან რადგანაც ვიცოდით რომ მოვდიოდით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში რომელსაც მე და ჩემი თაობა სიხრის ასაკიდან რაღაცნაირად მიუწვდენელ კარგი გაგებით ციხესიმაგრე წარმოიდგენდი ადამიანს. აბა ბაკური სწორად ძალა მეც საკმაოდ დასაკვირველი გახლავართ ჩვენს მეცნიერებაში დალექილია ეს დიდი სახელები რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას ჰყავდა და ეყოლება მომავალში. დიდ წიგნზე მუშაობის რომელი
რაღაც ეტაპზე სერიოზულად გახდა საკითხი რა ხან გაჟღერდა მეცნიერის ფიქრით. მე როგორც ხედავ დასაკვანი გახდა და ეს ცხოვრება კითხულობ მესმის რომ რაღაცა პრობლემა არსებობს. რაღაცა პრობლემა არსებობს თითქოს მეგრულთან პირებთან დაკავშირებით. ნუ ერთი ჩვენი სასიკადო პიროვნების თაყვანის არ იყოს საქმელი უთქმელი მეც არ აცავს. ნუ სეპარატისტი. ზოგიერთ გაუგნებული ხარ ადამიანი. დღევანდელ სამეგრელოში ორღობებში, შუქებში, ქუჩებში, აი ბავშვების თავშეყრის ადგილებში მეგრულს ვერ გაიგებთ. საოცრად არის ეს არის ჩვენი ძირძველი ქართული ძირეული ტრადიციები ჩვენ ვართ გაზრდილი, მაგრამ წინში შემთხვევით არ არის მოტანილი. ჩვენ ალბათ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ბატონ გუგისთან, ბატონ ლაშქასთან, კიდევ არის ერთ-ერთი ძალიან თავმდაბარი ადამიანი ბატონ ვერებიჩი. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ. ყოველ გააღიზიანებს ეს ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ადამიანებს, აი ესეთნაირად ჯიქურ მიწოდებული და უშუალოდ მეგრული პოეზიის ანთოლოგია. ამიტომ მოიშვენიოთ ჩვენი დიდი ერის კაცების, ერის მამების, ბატონი ილიას იაკობ-გოგებაშვილის, ჩვენი პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ნათქვამი. ამიტომ მოიშვენიოთ განვაიარაღეთ, ასე ვთქვათ, თავიდანვე წიგნის შესავალში სათითული კურსიდან ის ადამიანები, რომლებიც შეიძლებოდა ვეგულება ჩვენ ასეთების სამწუხაროდ საქართველოში ცოტა აგრესიულად აიყვანდნენ ამ წიგნს. ნუ მეგრული ენის ლექსიკაზე ცნობილია მე ახლა დროსკენ არ წაგართმევ მე ვიცი სადვიმყოფები. მე განმაცვიფრე, როცა ჩვენ ვორჩობოდით, ცოტა გვეშინოდა ამ რეაქციების, კარგი გაგებით გვეშინოდა და მაშინ გაიჩნდა რომ ამ გამოცემას ხარს უჭერს როგორც დიდი მეცნიერი და დიდი ქართველი ბატონი როინ პეტროველი, რომის გვერდით არიან აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, აკადემიკოსი აბონოს ილაკაძე, რომელს გამჯერებლობას უსურვდა. ამან გამოახმება და უფრო ასე ვთქვათ დააჩქარა ამ წიგნის გამოცემა. ერთი მცირეოდენი შტრიხი გადავიდა. სპონსორები უამრავი არიან, შესანიშნავი ადამიანები ყველა პატივისცემის მსახურებს. ამჯერად ესენი არ არიან ისეთი უბრალო ადამიანები, რომლებიც ფულს უკავშირებენ. ეს მესამე ხარისხოვანი იყო მათთვის ისინი შინაგანად იყვნენ ამ მუხტით, ასე ვთქვათ, დამუხტულები და ძალიან აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ. ეს ერთ-ერთი ოჯახი ეს ექიმები არიან ბავშვებიდან. პეტერბურგში დაბრუნებული ისწავლობენ, იქ დაბრუნდნენ და ასე აგრძელებენ ქართულ ცხოვრებას იმ სივრცეში. მეორე გახლავთ ასევე ძირძველის უკიდურესი ბატონი სულხან ბაბაშვილის, ომარ მუხტაია გახლავთ, რომელიც უზარმაზარ კაზარს აკეთებს ზუგდიდში, სამეგრელოს გულში. და კატეგორიული წინამორბედია ერთის და მეორეც არის კაპიარების და კაშების და ადობების და ასე შემდეგ. ამას აკეთებენ უშუალოდ. მე ვისურვებდი ღმერთმა საქართველოს უმრავლეს ასეთი ადამიანები. მე ვამთავრები ის რომ აი თქვენმა იმ სიტყვამ გააჩქარა ყოველ შემთხვევაში ეს პროცესები და თქვენი კოლეგების, მათ სავალიცენო ადამიანების, ბატონი ამთანდილის, ადლოვანი და გითხრათ იმ გამოსვლისათვის ჩვენ სხვა პროფესიის ადამიანები ვართ, არ გავკარნიერდები და ნაცნობიერებაში რაღაც სერიოზული იდეის იმას არ ვიქცევ ჩემ თავს, მაგრამ თავისთავად თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის დაუშვათ ისეთი უდიდესი მეცნიერის, როგორც ბატონი თამაზ გამყრელიძე ბრძანდება, მე ახალგაზრდობიდან ვადევნებ რაღაცა ინტერესი ყველას გვაქვს. მე მახსოვს იყო ასეთი წიგნი ბატონი თამაზის რუს თანაავტორთან ივანოვთან ერთად, რომელიც იმ წელს იყო საბჭოთა სივრცეში საუკეთესო გამოცემა. ეს იბერიული ქართული და პროსკრატული ადამიანები თამაშობენ. ძალიან დიდი მადლობა აი ასეთი რეაქციისათვის. არაფერი არ იმალება ეს დარწმუნებულობა, ეს გამოკიდებულება გამოიგებს
ძალიან არ ნახობს საიმისოდ, რომ ევროპა ენამ ის სტატუსის ფარგლებში იქნებათ მის გარეთ, შეასრულოს ის ფუნქცია, რაც მას დააკისრა ისტორიამ დრომ და ჩვენმა წინაპრებმა. ძალიან გეუბნებოდ. უგრუნესი მადლობა ვიდა ხორახსენოთ და საჭიროდა ძალიან ამიკამოსვისათვის და გვერდში მორაგბილოს და ხალხადას პრობლემის პედაგოგები ჩამოგზადნენ რა შვიდი-შვიდებს უსურო წარმატებები მადლობა უთხრა ჩამოსვისთვის და უსურო პატრო იგი ბაგურის საქმის აერგანოს მშვიდობა და ჩამოგვერდოთ ესეთი აღმოჩნდა თბილისში და რომ გაიგეთ ძალიან დიდი სრული ჰქონდა მიეღოთ მონაწილეობა. მადლობა. მადლობა. ვის აქვს სრული რომ კიდევ გამოთქვას ამისიერად. ოზა. მე ძალზე ვღელავ ამ დიდებული საზოგადოების წინაშე რომ გავუვიდე დამბუმერაზი მეცნიერების წინაშე ორგულმა იბიცგა უბრალოდ არის რამ იბიცგა ადარი ინფორმაციით გამოვიდა იმის გარდა რომ მე მუსიკოსი ვარ ამ დროს მეცნიერება დაცილად რომ ფილოლოგიც ვარ იმ პერიოდის ჩემი თანაკურსელები იყვნენ რუსიკო ჯანაშია აჯანა ბრეგვაძე დათო წერედიანი ლია ბულაძე ჯევალბერი გავიცი ყველას ვერ ჩავდი დიდი კურსი იყო და მაშინ ბატონი ფარმატოფურია იყო ძალიან საინტერესო და გულისხმიერი პიროვნება და სადიპლომო საიდანაც არ ვიცი გამასვინა რომ მე მეგრული ვიცოდი და დამავალა რომ ამ თემაზე დამეწერა რეფერატი ამ სადიპლომო და მაშინ იმ უძნელეს პერიოდში როცა საჯარო ბიბლიოთეკის სასაფში შექცევა ძალიან გამორიცხული იყო მე მომესა საშუალება რომ ორი წიგნი წავომეღო ერთი კვირით ერთი იოსებ ყიფშიძის გრამატიკა უნგრელსკოა языка 1915 წელს გამოცემული და მეორე ნიკომარის გრამატიკა ჭანსკოა ლასკოა языка და ამის შედეგად რაღაცა პატარა გავაკეთე და ნუ ვერნერის ვიყავ. შემდეგ ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა რომ მე მაინც არ გავყევი ფილოლოგიას და გიორგი ხინთიბის ეზო კიდე ჩემი თანაკურსელი. ეს იმიტომ მომახსენე მე მეცნიერის გარდა ის ნუ აქტიური ის იყო რა თანამდებობები ქონდა. მე 25 წელია მე არ მყოფილვარ საქართველოში თბილისში. ასე მოხდა ბედის წერილიც. მაგრამ იმ პერიოდში როცა მე არ ვიყავი საქართველოში მე მოვახერხე ისეთი დიდებული ადამიანების დახმარებით როგორც არის გენიოსი ლეო ბოგერია და ვიტყვი ერთ ფრაზას თუ გავიგებ გურ ელაჭული და შურა გაკორობილ კოჩი გულიკო ხარჩევა მაგათი დახმარებით შევძელით გამოგეცა სწორედ ის იოსებ ყიფშიძის გრამატიკა მიგროსგან 1000 ეგზემპლარი და მე მგონი თბილისშიც უნდა არსებობდეს ის და სამეგრელოშიც უნდა არსებობდეს ბევრ ადგილას დაიგზავნა მუზეუმში სკოლაში ამბობდა ეს ერთი შემდეგ კიდე იყო პროექტები გვინდოდა გამოგეცა ნიკომარს მაგრამ ეს ვერ მოხდა მე ისე წავიდა საქმე რომ ჩამოვიდი ახლა მე რამდენიმე თვეა აქა და დღეს უკვე მე ფრთები მაქვს ჩამოსვლები ხარ ამიტომ მე თქვენ ეს პატარა ინფორმაცია რამე დავამოწმე მაგრამ ერთ ინფორმაციას მოვწერეთ ცოტა ჯერ ერთი მკრეხელობათ არ ჩამითვალოთ ჩემი გამოსვლა ამ საზოგადოების წინაშე მეორე ეს ინფორმაციას გულობყილოთ არ ჩამითვალოთ შეიქმნა ასეთი ნაწარმოები ეს ჩემი კოლეგისა დაფიქსირებული მაქვს რომ ჯერ სანამ ის არ
დამიშტილია უკვე, მაგრამ სანამ არ შესრულდება და ერთი ამბავი, მანამდე რომ არ ახსენო არაფერი. ნუ სიურპრიზად იქნის. ასეთი პატრიოტული გენიალური აბარა რომ თელ სამი წლიდან ყველა ბავშვი რომ მაგას ლაპარაკობდა აკვანშიაც. მე პატარა ქართველი ვარ დუდუ მეგრელის. კავკასიის მთების შვილი და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი. ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო ყველა ჩემი სამშობლო საყვარელი საქართველო. ამაზე წდება. და ეს იმ შემოქმედმა ვერ მოითმინა და დანარჩენმა საქართველოს გადააშალაო და ასეთი დანამატი არის. შეიძლება ამას გარანტვა სჭირდება, შეიძლება ამას დაფუძნება, მაგრამ ეს არ არის. ის სხვა ალბათ რაჭველი იყო, რა. მომისმინეთ, მოითმინეთ რაჭველებო, მოისმინეთ ცოტა. შემდეგ არის მისამღერი ამ ორკუპლეზე. ჰერიო, თურქა სამშობლოს უღერიო, ჰერიო და ნურს გაიხარებ ჩვენზე მტერიო, ვერს გაიხარებ ჩვენზე მტერიო. შემდეგ აი დამატება რა არის? თუ შეცადა შავხებს სურეთს, რაჭალე ჭკუს, სვანეთსაო, აფხაზეთ და სამაჩავლოს, თვალხატულა აჭარასო, ჰერეთსა, ხევ დიულეთსა, მესხეთსა და ჯავახეთსა. ხო არ გამომჭერობენ? რაჭალე ჭკუს, სვანეთსაო და რაჭალები რა გვიანი გერე ხოლმე. სამეგრელო. სამედე ტრიბუნი და მისამღერი ჰერიო და ნურს გაიხარებს ჩვენზე მტერიო, ჰერიო და იდიდე და იდღეძელო ჩემო თურქა ერთიანო საქართველო. ამისთვის ვიდუნდა ამ ტექსტის როდესაც აი ახალგაზრდა დავიყავი, ჩემი სათაყვანო ადამიანების ხედან აქ, იმიტომ რომ დარწმუნებული არიან, რომ ეგრეც იქნებოდა, როგორც მე ახლა გამოვდივარ ამ ემოციებით. და ეს ყველაფერი, რასაც თქვენ მოგახსენებთ, ამ ემოციათა და აღტკინებათა ყულაბაში პატარა კენჭად ჩაიწვევთ. მე დამებადა თავის დროზე ასეთი სურვილი, რომ მეგრული, აი ისე გული მატკინა რა ინფორმაციამ, რომ ვერ გაიგებ ბავშვთა სამშეკრის ადგილებში მეგრულს. ვაი რომ მეგრულს კი არა, ვერაფერსაც ვერ გაიგებ. მე გეტყვით ერთ ოჩამჩერულ დიალოგს. ესე მოხუცგალი ეუბნება უმცროს. ულიცაშა გიმილია, მაგაზინწყმა, მაგაზერენიენ, ეთერეშე მასლო გიმილია. დავთვალე და ორი სიტყვა დარჩა. მართალი ეს ცოტა ისეთი რეგიონი გარუსებულია, ესე. და დავებალდა ასეთი კითხვა. როგორ არ შეიძლებოდა თავის დროზე სამეგრელოში, 60 სექტემბრის, არ ვიცი, ლეგალურად თუ არალეგალურად, ფაკულტატიური მეგრული ენა ყოფილიყო. ისაც უნდა დარჩენილიყო და ეს ყველაფერი ეცოდება. ციგზე მე ამაზე ადრე გურის ციგნი მივიღე, საჩუქრად მერე ბატონ ლეო გოგიამაც მიიღო, ის არის დიდებული, უნიკალური დიდოსტატის ნამუშევარი. და ეს ჯერ მარტო მეგრული პოეზიის ანთოლოგია, ეს არის საოცარი გამოცემა, მაგრამ მაცულობიდან ყოველთვის ვადევნებდი კურსს და ყოველთვის მე მჭირდებოდა ეგ ყოველთვის მეგრულ პოეზიას და ის გაალტობილურა ხალხი მოკლედ თავი რაზე შეგაწყენოთ და ყოველთვის საქმის გულში ვიყავი. ეხლა ამას ვნახავ, რა არის გამოჩენილი და რა დამატებული და ვიცი რომ ეს არის არაჩვეულებრივი გული დამძნობა რა. რა თუნდა ამას შესავლამდე ერთი ამბავი. მადლობას მოგახსენებთ, რომ თქვენ არსებობთ და 100 წელს იცოცხლეთ თუ გეცოტოვებათ მერე პროვოკაცია. მოგესალმებით, მე მინდა ვთქვა, რომ მე ვარ ბატონი გური ოტობაიას მეგობარი. და ეს მეგობრობა ჩვენი ჩამოყალიბდა
იმ პერიოდში, როდესაც ის ამ ანთოლოგიას ადგენდა. და ამ საქაღალდები, დილით, ღამით ერთი საერთო მეგობარი ყავს და იქ სხვადასხვა ხან თვითონ ბეჭდავს, ხან კარნახობს და ამ პერიოდში შეიქმნა ჩვენი მეგობრობა და მას მე ვლოცავ დღევანდელზე ეს. ეს დიდი წარმატებაა. მეორე მინდა რომ ცოტა ფუნდამენტური მეგრული რო გამოვივიდეს, თქვა რომ კონსტანტინე გამსახურდია ბაბუამისი, როგორც თვითონ ამბობს, ჯიბუტიას ეძახდა. პატარაობას ვისაც ახსოვს მისი ბიოგრაფია და ამიტომ ამ ორ ფუძეზე დაყრდნობით მე რამოდენიმე რამე მინდა თქვა. პირველი, ამ წიგნმა დღეს აქ შეასრულა ნაპერწკის როლი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩანს, რომ აუცილებელია ღია, საჯარო, ბევრი საუბარი ქართულ ენაზე. საჭიროა ის, რომ ჩვენ რომელ კონცეფციაზე ვარ, სტალინის კონცეფციაზე ვარ, საქართველოს ისტორიაში როდებს იმაში ვარ, რაღაცა ჩანაწერი რომ არის კანონში, თუ როგორ, საქმე იმაშია, რომ დღეს საფრთხის წინაშეა ქართული ენა, ანუ ჩვენი საკომუნიკაციო ენა, საერთო ენა. უფრო საფრთხის წინაშეა მეგრული ენა. ჩვენ ეს მამაკლა უნდა ვთქვათ, კანონი კი არის, მაგრამ 2 წელი არ სრულდება. 2 წელია კანონში რა წერია, მთავრობა ამ ფუნქციას არ ასრულებს. 2 წელია სახელმწიფომ არ შექმნა დღევანდელ ბიუჯეტში არის 0 თეთრი. ჩვენ პრობლემები გვაქვს უფრო დიდი და ამ წიგნმა ნაპერწკალი გამოაჩინა და ალი უნდა აამთოს. მე რა თქმა უნდა ვერ დავეთანხმები აქ იყო რამოდენიმე ესეთი დათვლები, რამდენი კუთხეა საქართველოში და ასე შემდეგ, ესეც დასათვლელია. იმიტომ რომ ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს. საქართველოს და ქართულ ენას ებრძვიან ყველგან, მათ შორის მეგრულს. მეგრულზე გადის ქართული ფრონტი. ჩვენ გვავიწყდება საბედიო. საბედიოში ხდება ტრაგიზმი. იმიტომ რომ დღეს მაგალითად ჩემი გადასახები საქართველოს პოლიტიკური სხეულის ერთადერთი ჯანსაღი წყარო ეს არის სამეგრელო. და ეს სინთეზი ხდება, ეს ბოლო სინთეზია, ბოლო ძარღვია ქართველების. მეტი ჩვენ ენერგია დარჩენილი არ გვაქვს. მეორე დემოგრაფიული დასაქმენი გვაქვს აჭარა. სხვა კუთხეებს გამოელიათ არაქად გაცლილია. თბილისი დაცლილია და დაგლახებულია. შეხედეთ რა ხდება ჩვენს ირგვლივ. თბილისი ვერ არკვევს იმას, რომ ურბანულ კულტურაში შემოიჭრა სოფლის კულტურა. მე მასჟოლებს, როდესაც გურიაში ჩავდივარ და გურული დიალექტი მესმის. მაგრამ როდესაც ოპერის წინ ჩოხატაურელი მელაპარაკება მოიწაი, ცუდად ხდები. იმიტომ სად შეიქმნეს ის ზოგადი ქართული, ზოგადი საკომუნიკაციო სად უნდა შეიქმნეს თუ არა თბილისში. თბილისში ეს არ იქნება. თბილისი იქნა დიდ სოფლად გადაიქცა. ლიტერატურა არ იქნა, ამიტომ ბატონ გურის დიდი მადლობა. ეს არის ცხარო მეცნიერებისათვის, ერადმეცნიერებისათვის, ეს არის ცხარო კულტურისათვის. თუ ჩვენ მოგწონს ოდოიანად რატო არ არის ეხლა არ იქნება ესტრადა მეგრული სიმღერების, მაგრამ ნახეთ ლაზეთში რა ხდება, ნახეთ ტრაპიზონში, თურქეთში, სტამბოლში ჩახვალ ბაზარში, სტამბოლის ბაზარში შექმნილი მეგრული სიმღერები არის იტევი. ჩვენ გვერდზიან ყველგან, გვერდზიან რა ხდება, რა შანსი აქვს აფხაზებს? აფხაზებს არავითარი შანსი არ აქვს. აფხაზების შანსი არის გააფხაზებული ქართველები. და ის გააფხაზებული ქართველები არის ბოლო ნაშთი აფხაზების. წაიკითხეთ ბოლო 2 დღის წინ რა ხდება. ეს არის სასტიკი დაპირისპირება სომხურ დიასპორასა, სომხურ მოსახლეობას, რომელმაც მოითხოვა სამაგიერო ბაგრამიანის ბატალიონისათვის. მე დიდი მადლობა ბატონო გური არ გავაგზელებ. დიდი მადლობა აკადემიის მესვეურებს, დიდი მადლობა ბატონო როი და წარმატებას გისურვებ. ბრძოლა ყველა სიტყვისათვის, რომ არ დაგვიმართოს ხელსურეთ. ბრძოლა ყველა სიტყვისათვის, რომ არ დაგვიმართოს და არავინ არ თქვას ჩემ გამოსვლაზე უჯის სიმაგას. დიდი მადლობა მოგესალმებით ყველას. ჩემთვის დიდი პატივია მართლაც მეცნიერებათა აკადემიაში ყოფნა, მით უფრო ჩემს ლექტორებთან, მით უფრო ჩემს რექტორთან, ჩემს დიპლომებს ორივეს აი ამ დიდებული ადამიანის ხელმოწერა და ეს მეგრება. სხვადასხვა პატოლოგიაში არასამოვიდი, გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტელია, ის გახლავთ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სამეგრელოს შესაძლოა. ხო და ბარემ დანაბარებს ახლა გადმოგცემთ. სამეგრელოს ემოცვანეთის გუბერნატორის პირველ ყოვლისა ბატონ ლევან ჟუნიას უმეტ პატივისცემას
მართლაც განსაკუთრებულ მისამართად გამოვცემთ და სიყვარულს. ასევე მთელი ადმინისტრაციის ჩვენ რამდენი ადამიანი ვართ წარმოადგენელი დღევანდელ სტომაზე შეხვედრაზე და მართლაც მთელი სიყვარულით. ახლა ეს დავტოვოთ გვერდზე. პატარა ლირიკულ გადახვევას დავაკეთებ, როდესაც იმ თლად ბოლომდე ვერ ვიტყვი, აბა პატარა დედალს ვიტყვი, როცა უნივერსიტეტში ვավარებდი, ჩვენ დროს უკვე ერთ უნივერსიტეტი. და ის იყო მართლა უნივერსიტეტი, მართლა ვსწავლობდი. მართლა ვცემდი პატრის სწავლას, წიგნს, მხარი წიგნიერები, კითხულობდი, დავით კითხველები და მე ჩამოყალიბდით შემდეგ შემოქმედება დასრულდა. ვით ჩამოყალიბდა თორე და ვით თავის პროფესიას რადგან გავუყვა პროფესიას. მე რომ ვაღარებდი მაშინ სახელმწიფო კომისიის ქართული ენათა დარაჯ კომისიის თავმჯდომარე იყო ბატონი კორნელი დანელია, კულტურის დანელი. და ესე იგი 5 ანი რო არ მიმეყო ბოლო გამოსვლაზე ვერ ვხდებოდი უნივერსიტეტში და სულ იყო ჩემისა. არ ვიცი რა 5 ანი დავიდი კულტურისა, კულტურაში იყო ცოტა ესეთი ცეცხლოვანი კაცი და მე მითხარ რომ 5 ანი ჯანდაბარი დაო შენი ახლა მომაძახ ახალი იხლა ნიშანია 5 შენი 5 რას ვშტავდა და ხოდა თელიაბარი და ბოლო სივივის ასპეტალის არის და რაგვარი ხარო მითხრა. ასალია ვარ მითხრა. წამოდიდი. შევედი და ну რაღაცები მეიმართლა ვერ ვიტყვა და პატარა რაღაცა მე ლექსიო და სამედირო გამოაჩენი იყო რაგიან ლობარი ფოლკლორისტი იყო და აქედან გამომდინარე ხელოდი რაგიან გუნჩი უკრავდი ჩვენს რაღაცები და გამომადგა და რასაც ხელოდი ვთქვი ლექსად ამან გადამარჩინა და მოვდი იმ წელს მე ქერსვედები ჩავარდა უნივერსიტეტში და მოვდი უნივერსიტეტში და გავხდი სტუდენტი და დედიკაციის სარგებელი ნახე Beni de çabuk tupası verdiler Hasan Usta. Üniversiteci kardeşleri Ben şey bakıyorum varsa ben burada adam ben burada hafif şöyle kaldı saniye burada. Evet motivadı. Tedavi masrafı böyle bu maaşı saniye burada adam yani tam akla ruanda böyle ragazzi bir messo sinema su con i ragazzi sta per vedere se dovrebbe ritornare a aspettare quello da tutti ragazzi ci mi sa che ერთი რაღაცა მინდა თქვა, ესე იგი, პირველ ყოვლისა გავესწრებ დიდ თაგორი თაგორმა გიტანჯარი დაწერა ბენგალიურ ენაზე. იმიტომ რომ ინდუსტრიალურ წერდა საოცარი წერანი, მაგრამ ის პოეტური სიტყვა ვერ ამოთხა, ვერ ამოაწიადა მშობლიურ რა ქვია, ნასწავლენაზე. ახლა ჩვენ მეგრელებს როგორი გასაკვირის არ უნდა იყოს და ბევრისთვის ქართული ნასწავლი გვაქვს. ახლა მე გამზარდა ბებია, ესე იგი როგორ ბებია, იცი ძალიან მეგრელმა ბებია. და ვარ გაზრდილი მეგრულად და ქართული ვისწავლე, ნასწავლი მაგრამ როცა მწერლობას შევდექი, ესე იგი კახეთში ვიცხოვრე 2 წელიწადი, ქართლში ვიცხოვრე. რაკია წელიწად ახლა დავდიოდი ასე სწავლე კაცალხევში სხვათა შორის კაცალხევში წოვათუშურზე თელი ჩააწერები გავაკეთე თელიებები და თელი ცხოვრებას დავგორიალობდი, იმიტომ რომ რაკია მე სხვა ხალხს ცხოვრობდი, იმიტომ რომ ლიტერატურული ქართული მესწავლა. მაგრამ მეგრული სამწუხარო იმდენი პოეტის არ იყოს დამჭირ ვერზე. ეს საოცარია და მე დავიწყე თან მეგრული სწავლა. ჩემი აკნის ენის სწავლა. ჩვენ ერთი მასე მითხრა ბატონო თან მინდა მადლობა გადავხავ თან ერთ რაღაცა მინდა ვთქვა. ამენა ეს მენახმესები დამეტარი შეიძლება პოლიტიკაში. ერთი ენახმესელი გამოვიდა და რას ამბობს ახლა? ეს ხასმის მემოდის მიკროფონი. რას ამბობს ეს საწყალი ეს. ესე იგიო, ჩვენო რომო მეგრულს ენა რომ უწოდეთო, თქვენ შეიძლება პოლიტიკაში რას ნიშნავსო? ესე დაანგრევსო ქართულ პოლიტიკას. შენ რო ენახმესელი ხარ, მიგიკითხა პოლიტიკას. შენ მიხედე შენ საქმეს. შენ თუ მართლა ენახმესელი ხარ, მე მითხარი, შენი მართებით, შენი კანონზომიერებით არის თუ არა ეს ენა, მას აქვს თუ არა ეს საქმე ენას გააჩნია. და პოლიტიკაზე იმჯერებენ პოლიტიკოსები, პარლამენტარები იმჯერებენ და სხვა იურისტები და სხვები და სხვები. შენ გევალება ენახმესელი რო ხარ, შენს დარგს მიხედო და შენი დარგი მესაუბრე. მე გამავდნა ხარმა, ამიტომაც მიშლის ხარ ხო? ამიტომაც შემოწმება იმის სახელია და ხადაშორის ცოტა დასასახანებელია იმ ჩვენი ენახმესლებისთვის, ზოგიერთისთვის რა თქმა უნდა და დაახლოებით ჩემი თავის შემოგივლოთ, მართლაც არც უნდა იყოს საუბარი იმაზე რომ რა თქვია რაღაც ერთმა ის მომწერა Facebook-ზე კიდევ რომ ისა თქვენო ქართულ სახელმწიფოს ანგრევთ. თითქოს ახლა ჩვენზე მაგარი ქართველია, ჩვენზე მეტი უმომია საქართველოსთვის და ხვალდაზე რაღაცა რომ მოხდეს ჩვენზე მეც გაიღებს საქართველოსთვის. მეგრელი სა უნდა წავიდეს საჯანდაბაში. აი რა ვქია სეპარატიზმი. ესე იგი სადღაც უნდა მიდიოდე. ვიღაცას უნდა უერთდებოდე. ჩვენ უერთდებით ქართლს, ანუ თბილისს.
ერთადერთი გზა არის ქართლთან შეერთებას. ანუ ვერდები თბილისს ხოდახოდ. სხვა გზა არ არსებობს მეგრელისთვის. სცა ჯანდაბიდან მოაქვს ეს ახალხალხეს. ახლა სამაწავიდე. ჩემზე უფრო მაგარი ქართული არ მგონია რომ მიიღო და ჩემზე მაგარი მეგრელის არავინ არ არის. ამიტომ ასეთ რაღაცებს და პროვოკაციურ რაღაცებს თავი უნდა გავანებო. ჩვენ გავაკეთეთ წიგნი ერთად რა ქვია ჩვენი პატრიარქი და ჩვენ პატრიარქთან მქონდა საუბარი და ინტერვიუ ჩავწერეთ ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა და ვსაუბრობდა ბოლოს პატრიარქმა ამ საოცარ ადამიანმა ჩურჩულით მითხრა ერთი რაღაცა უნდა გითხრა ოღონდ არ გამამხილო ხუბრობით მეუნება რა თქმა უნდა გრულებთან და იმერლებთან ხო და ახლა რო საუბრობს პატრიარქთან ვარ გასულ ესე გასუსული და შეშინებული და ესე შემთალი და ადრონაშა ჯიბუტის საკათოლიკო ხო კი რა თქმა არა ხო და ხო და მეგრელები ერთი წადე დრავალები შემოგები ხო და ვერ შემოგები არა რასამი ხო ამათო რომ მომიტეხე ყველი მოგიტეხავ ჭადსა მე რომ ენატრება მას თუ ენატრება ნუ ასე სამაგიერო თქვენ გაგთო საოცარი რაღაცაო მეგრელებსო არ გიყვარვარ მე არ მოვწონვარ მე მაინც შემოგებლე შენი ჭირიმეო ანუ ვამორწონ ხომა ვაიორქომა ისენ გოგონი ვაბუდა ისენ გოგონი ვაბუდა სკანჭიმა ანუ ბიბლიური ესე იგი ბიბლიური აღქმა როგორც ამ სტიქონში არის ისეთ არცე პოეზიაში არის მართლაც ასეა შემოძურბასებო და ვერც ერთ მეგრულ სიმღერაში ვერც ერთ მეგრულ ლექსში თუ ის ახლა ლაბუსი არ არის ვერ დაინახავთ გადახარხარებას აი სტიქონიდან გაქცევას როგორც ბიბლიაში ერთი სიტყვა გადაბრუნება დამთავრება შენი ბიბლია შენი სახარებაც აგინე გაგნებული როდორ დაინახო გაგნებული ქრისტე ხო დამთავრებულია ეს მეგრული ენა თელი თავისი ამ ფოლკლორული პოლიფონიით თელი თავისი ნიჭიერებით თელი გენიალიზმით არის მიახლებული ბიბლიურ სინათ და ჭეშმარიტებასთან სამართლისთან ამიტომ ამ ენას მოფერება სჭირდება ის კი არა რომ უკასავა და უჯიკო ამას ფერი და იძახოლობ ეს ენა არ არის და რაღაცები მე იმ ადამიანთა გვარებს არ ვასახელებ იმიტომ რომ არ არის საჭირო მაგრამ ერთი რაღაცა არის უნდა შეიგნონ და გაანებონ თავი რაღაც პარჩხობას თქვა მე მინდა მადლობა გადაუხადო პირველ ყოვლისა ჩემს გურის საოცარ რაღაცები გაკეთა ეს რო არ თქვა არ ეს ძალიან ის რაღაცა მერტია გვაპატიებს იმიტომ რომ ჩემთანაც რომ მოდიოდა ეს ნიმუშები რომ მეხონდა სათითაოდ ებიჯო გაიხსენე ის ებიჯო მოიტანე ის ხო და მომქონდა ეს ნელ-ნელა ვაზრდებოდი მას და ძალიან ბევრი დაგჭაკეთებდა ასე ყველასთან მიდიოდა ყველა ადამიანთან სახში მიდიოდა ფეხით დაწუწული დასველებული სიცხე და რა ქვია დაკრული მთელი ამბავი მაგრამ მაინც გაკეთეს ის საქმე მე მინდა უღმესი მადლობა გადაუხადო ბატონ ვაჟაგვიპია საოცარ ბატონი ვაჟა საოცარო კაცო მე მინდა რა თქმა უნდა ჩვენ ბატონი იური გუჩიას იმიტომ რომ ჩვენ სანამ ეწიდი გამოვიდოდა ეს ამ თავარი ბატონ როი რომ ჩვენ მირეები თვეები ქონდა საუბარი როგორ უნდა გამოსულიყო ეს წიდი ისე არაფერი არ მომხდარა და ისე მოიხსნება ნახა რაღაც გაკეთება ისე არ ხდება ხო და რა თქმა უნდა მე მინდა ხაზი გაუსვა კიდევ ერთხელ ბატონი იურის რაღაც საოცარ ესთეტიკურ უნარს მის მიდგომას საოცარ მიდგომას თითოეული სიტყვისადმი იყო წინააღმდეგობრივ ჩვენ დავავდით ბევრ რაღაცაზე გურისთანაც ქონდა ჩვენთანაც ქონდა რაღაცები მაგრამ თავარი ის არის რომ ეს წიგნი შედგა რა თქმა უნდა თავისი პლუსები თავისი მინუსები მაგრამ შედგა ანთოლოგია ანუ დამტკიცდა რომ ჩვენ არა ვართ მარტო ემხელა კულტურის ხალხი მარტო არა ვართ რა ქვიან ელარჯის და როგორც კარგად თქვა ელარჯის და ხობის ხალხი არამედ ჩვენ ვართ მოაზროვნე საოცარი იმ დიდი ზოგადად ქართული სტობიერების ხერხემალი რომელიც რა თქმა უნდა არის ბატონო არსებობს და ხობია მე მინდა ჩემს არიგორ გადობა უთხრა ზურიკოდ შემოძურბასება აქ არის გიგარი ხავთარაზე სადღაც გამეტანდა გიგა შემოგევლე ჩვენი გიორგი არის ყველა შემოძურბასება თითოეულ თქვენთან არის იმიტომ რომ თითოეული თქვენთან არის ჯაბი და შრომიჩელი და ჩემი გიორგი თვითონაიას და სხვა დაშორის ამას ვაქვს სოეტებისეთი არავითარ საოცარ რაღაცები აქვს და შემოძურბასებო თითოეულ თქვენთან არის უხდი მადლობას უხდი ასევე განსაკუთრებულ სპონსორებს მე კიდევ ერთხელ მინდა მათ მოვხადო მადლობა ბატონ ომარ ბუჩკაიას უხა ბაბაშოს რო არა ისინი ესეც ახლა რო თქვა რომ ძალიან ეს არის ეს არის არ გვინდა ცოტა თავის მოხასება და რაღაცეები არ არიან სპონსორები ბატონო ჩემოძურფასებო იმიტომ რომ ძალიან სერიოზული პროექტებია გამზადებული მაგრამ არავინ არ ჩანს სამეგრელო ახსენდებათ ხოლმე სუფრასთან და როცა საფრთხეს აიღებენ და მე გაიგონებენ ოდოიას ის ოდოიას არის გასარანდავი როგორ შეიძლება ღმერთს უნგარია და ბერგის გეუბიკოია რა შუაში ახაცო ეს რასაც ბერგი და სად ღმერთი ხო და ამიტომ აი იმთენი რაღაცები არის გასაკეთებელი და სხვადასხვა ამ წიგნად გადადგა ეს თამიჩი რომ ჩვენ მივახავდეთ
ნუ დედა, სულელების დედა, ნუ ახავდეთ უფალს, ნუ ახავდეთ პანთეონს, ქრისტიანულ პანთეონს. დიდი მადლობა. ახლა აღარ დავამთავრე ერთი ლექსი და მაგ ერთი ძალიან კარგი პოეტი, საოცარი კაცის მიკროფონია შემიყვანო. ეკი სერუ უსერეთი საგიორე ონგარ დღასი ხარ იგანზო ხურცელებში ევრე ავრეო პარხანსი გოტყვასი გოვაითო იონჭესი საგიხირის საბჟალეს შკურინა ვიქტორონჯეფი ღვაიაღენი კარჩალესი სოილოსო ფურინი კანწყე ქუჯადო გურინეტე შურო ვაბურინ გურ ქოკომცუ ხუმუსალო ხოიებ ეკბარ შვაიუას მუ გურსუდო მუმუსადუ ჩხანას მიტოფალიუ მოგესალმებით შემოგვიყვასებო შეუძლებელია მეგრული ლექსი აუღებებლად მოიცნო საშა ეს არაუშავს ყველა ჩემს საღამოს ვამთავრებ მეგრული ლექსი და სხვადასხვის ძალიან ბევრი წინააღმდეგობაც ხდება ხშირად ვთქვამ რა იყო უკაცო ესო მეგრული საღამო იყო თუ ქართული როგორ შეიძლება მე არ მიყვარდეს ის კუთხე რომელმაც გამზარდა ჩემი ოდაბადე ჩემი მშობლიური კუთხე ვისაც საკუთარი დედა არ უყვარს ის სხვის დედასაც ვერ შეიყვაროს შემოწირდეს შენი ფესვები თუ არ გიყვარს შენს ფესვებს ადილი თუ არ ეცი როგორ შეიძლება სხვა გიყვარდეს და სხვა დააყვარს დიახ მე ქართველი ვარ ქართველი ხალი ერთ-ერთი უმშვენიერესი კუთხის შვილი ზუგდიდელი გახლავარ ძირძველი ზუგდიდელი და მომიწია აქ ცხოვრება 15 წელია თბილისში ვცხოვრობ ერთადერთი ქალიშვილი მყავს არ გათხოვილი და სხვა გზა არ მქონდა რომ არ წამოვსულიყავ როდესაც მოვდიოდი აი ეს ლექსი ავტობუსში დავწერე დამიჯერებთ ამას ჩემს სამეგრელოს უძღვენი ჩემს მშობლიურ კუთხეს ოდაბადე ქვია ამ ლექსს მოფუშქუდელო და ბადე ჩქიმ არკვანი შმაკვან წაფალი შური შეშაკაშუადო შულადილი შურის სამალი სკან საშნერი მურიცხეპი მითინის სასვენ კარწყინას კვანცი ლოკარგანდაიანა უჯგუზიში ჯინას მარგალით სირა ორკოლითი ანი ოსარსალაია აკოც ყორილ ჟადოთუთა მუსკვამირე ნანაია ჩქიმ ჩელადო ჩქიმი ბუსკა მაღურჭულარი ფანდური ნანა მუსურზუ ხაცე მარგალით სირა შეშაბური ჩქიმი ყალუშ ხვარჩაშ ყვარე ჩქიმი ოცბაცვაია დოლო სამარგალოშ მაჭვალ ჩხანა დოძენძი ჯალები შორო დიდა სალობ წანგდო მიორ სკანებსუ გიფუჩუა ქოქინინით ემარბიდო მუთუნით იმაგომტუა სოდგა იბდე მუდგა ბძირე ჩქიმოს კანსალმითინ ვარე აკა ქოკობგური აკა სკანი ოლა პარეს ართი სკანი გოლუაფირო გამწმოდგინაც მოგურუსუ ჩქიმდე ხვამელო პედადო გასვენ პორჩვებდა სტუცუ ჩქიმინა კომცი მურე გურიშ მარდვალი ვარდე უსკანობა ბადმასკვამე ჩიმ მოყვართხი ოდაბადე მე მას მეგრული ლექსის მეფეს ვეძახი ასია ზუსტად არაჩვეულებრივი პიროვნება მადლობა გურიკო ჩემო საყვარელო ზმაო 105 ლექსია ჩემი შესული ამ ანთოლოგიაში ძალიან დიდი მადლობა რაქნა მეგრულად მეწერება ბევრი წიგნის მეწერება ყველანი მიყვარხარ გაიხარე დიდი მადლობა ადოლებო მე შეიძლება ძალიან რაღაცა გასწავლოთ იმიტომ რომ ბატონ გურის კიდია რაღაცა გათვალისწინებული და მე მაინიშნა რომ ისე არ გამიგეთოთ რომ ჩამეშალოს ის საქმე ამიტომ ეხლა მე პატარა სიტყვას ვიცე ბატონ გურის ვერ გურის სიტყვა მისვიდეთ და ამითი შეიძლება ბატონი გურიების საცარით აქედან გზას მოხდებს
წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა ასე სიტუაციაში ვარ. როცა ჩემი და-ძმანი აქ დადებით ყველას და ყველას რომელთაც ესე იგი სული გააქვს ნამდვილი პოეტური ცეცხლით სავსე ვერ ვახერხებ ამ ცეცხლის წარმოჩენას ამ დროის საზოგადოების წინაშე გარკვეული დროის და გარკვეული ფაქტორების გამო. მაგრამ ჩვენი მიზანი კი აგერ წიგნში დაგვიწყდა მთავარი არსებობდა ჩვენი მთავარი იყო ჩვენი სახელმწიფოების დამოკიდებულება ამ გამოცემის მიმართ. ჩვენ გაცილებით უფრო დიდი საქმე გაკეთდა დღეს იგივე ბატონი როინისა და მთელი ამ ჯგუფის მეშვეობით ვიდრე დავუშვათ ჩვენი პოეზიის საღამო გაგვიმართა და ჩვენი სტრიქონებით დაგვიწყდა. კი ესე საინტერესო იქნებოდა, მაგრამ სულ სხვა რეგისტრის სიმაღლეზე ატაცებული წიგნი და ამის გამო უზარმაზარ მადლობას ვცდილობ ბატონ როინსა ამტყობლებით. ამავდროულად მე მინდა ვთქვა, რომ აქ კონსტრუქციული იყო ჩვენი ერთი ძალიან საინტერესო პიროვნება ეგლოსელი კობალტ-ჩომბურიძე, რომელიც არის ამავდროულად პოეტის, ამავდროულად თარგმნელის, მაგიდაზე 200 ლექსი თარგმნა ამ წიგნიდან. ასეთი სტრაფიუმით, ასეთი თანხმდებით იშვიათია. ეხლა ბატონმა კობალტ ამავდროულად ისიც უნდა ვთქვა, რომ მან მეგრული არის ხელმა ტიჩერმა იქ რომ ზღედან ამას გაუკეთეს წყარადები და გააკეთა. დაძნებული ვარ, ცხონებული ჩვენ დიდი ჯემალაჯიაშვილი რომ ყოლოდა მე ბევრჯერ ვცადე რომ მას მოეკიდა ხელი ამ საკითხად მაშინ ქართულ პოეზიას დიდი შენაძენი იქნებოდა როგორც დავითმა წერეთიანმა გააკეთა და სვანური პოეზია აალაპარაკა ქართულად. ასეთი სიტუაცია გექნებოდა. ჯემალმა კიდევ აფხაზური პოეზია აალაპარაკა ქართულად და აფხაზური ლიტერატურა აჩუქა საქართველოს. ჩვენ ამის წინაშე მოვალ ჩვენ მასალა დავდებით, რომ ქართული სულიერება კიდევ რაღაცა გავიდეს. მე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ აქ რამდენიმე პიროვნება ბრძანდება კოლხური კულტურის აღორძინების ფონდი. რამხელა პატივი იყო ჩვენთვის აი ამ პატარა ჯგუფისთვის, რომ ჩვენ მეცნიერებათა აკადემიის გვერდით დავდექით დღეს და გავუბედით ისიც, რომ თითქოს მათ გვერდით ჩვენი სახელი დაფიქსირებული იყო. მაგრამ მარტივად ედოდო ჩვენ განზრახული გვაქვს ყველაზე გავაკეთოთ ქართული პოეზიის ანთოლოგია, სადაც შევა მეგრული დასვენის პლანტი და ამით შეივსება ქართული სულიერება გარკვეულწილად და არ ჯერდებით ამას გამოვცემთ. წელზე გამოვცემთ მსოფლიო პოეზიის ანთოლოგიას იმ მასალებით, რაც საქართველოში არსებობს თარგმანის სახით და ბუნებრივი აღარ შევა. თუნდაც განიეთებიას ერთი ლექსი რომ შევიდეს ბოჭი, ესეც სრულიად საკმარისი იქნება მთელი სამაგრელოსთვის ჩვენი სულიერების წარმოსაჩენად, მაგრამ გასაგები ვარ იქ უამრავი ნიმუში შევა და ამაზე ფაქტობრივად მუშაობა დასრულებულია. მე მინდა და კიდევ ერთი სიტყვა მეთქვა, შემოძლებაზე რა თქმა უნდა ველა მეთქვა. მე მინდა განსაკუთრებულად მოვიფერო ყველა საქმის ასეთ, მაგრამ ამ ორ ხალხს, რომელიც ჩამოვიდნენ შარეული სანქტ-პეტერბურგიდან, ჩემი სიტყვის ქალაქიდან, სადაც მე იყო პერიოდი და ნევის პროსპექტებს ეიმობდი და პუშკინისა და სხვათა სტრიქონებს ვეფერებოდი. მე მახსოვს ეს ყველაფერი, მაგრამ რამდენად ბედნიერება და რამდენად დიდებული რამ გააკეთეს ბატონო იური პეტროვიჩი, რომ ეს მასიური ეს ახალგაზრდა კალაჟი აკრძანებიან ჩვენს გვერდით და ამ სიწერფერას ჩაიტანენ თავიანთ მეორე სამშობლოში. მე ამისთვის დიდ მადლობას ვცდილობ და თან უნდა გავამართლო ერთი საიდუმლოებაში, რომ მე კი გუგლშიები ჩემი საყვარელი ხალხია, ჩემი მეგობრები არიან ერთის მეორე და მაგრამ მე ორწაირები ცოტათი უკვე ახლოს მენაწესები ემხრობენ. ბაბუა ჩემის მამას დედისწრიდან ორწაირია და დედა. ემგონი კარგი არგუმენტი არის. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მომიტევეთ რომ აი დროის ფაქტორის გამო, პრეზიდენტის გამო ჩვენ ესე იგი ვერ მოვაკეთეთ რომ აი ნახეთ წარმოგეჩინა ქალბატონი ჩვენი მიგვება ლუანა წარმომეჩინა ჩვენი საფარენი აგერ ვინოს გარსელიას გოგონარის კიდევ აგერ არის ჩვენი როზა გახარია ერიკაური ჩემი მეგობრები ვერ წარმოვაკეთეთ ვერ მოვაწარეთ წარმოგეჩინა მაგრამ მე ვხედები რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება ცოტა 2 საათის მაღლა ეხოდები სამოსი მეგებათიებით ყველას ვინც აგვარდა კიდევ ამის გარეთ თუ ვინმე არის და ყველას გებადიჟებით სადღაც აი ეს ამაზე საღამო შესაძლებელი სიტყვით და ჟესტით შევამბობ და აი ეს იქნება ჩემი უდიდესი საყვარელი ყველასთვის
დიდი მადლობა ბატონო. ჩემთვის უგროვესი მადლობა გახსენოთ მომზადებისთვის და ამ ძალიან სერიოზული საკითხის განხილვისთვის. კიდე გავიხმარებ, მეგრული პოეზიის ანთოლოგია ეს არის ზოგად ქართული საქმე. აქ ილაპარაკეს ქართული ენის განვითარების შესახებ. განსაკუთრებით ბატონმა ავთანდილმა, ბატონმა თამაზმა და აი ამ პერიოდს ეს ბატონი ჯიბუს ვიბართავდა ვეთანხმებით რომ ესე იგი ქართულ ენას ჭირდება პატრონა, ჭირდება მოვლა. ქართულ ენას რომ მოვუარო, ყველა ქართული ენა ვიგას ხეთზე და ასე უნდა იყოს ესა. ეხლა რა შეიძლება მეგრულს იცით ეს არის ჩვენი ენა, ეს არის დიდი ტრადიცია, რომელიც ძველიდან მოდის. პროფესორ ლაბარაკი ოდოი ახსენეთ ტრადიცია. ეს არის უძველესი წარმართული მეგრული სიმღერა. რომ გამოვიდა დღეს სიტყვები აღარა იქ სამიზროზე ქონდა სიტყვები, იმიტომ რომ ქრისტიანობა სიტყვები დააკავა, მაგრამ მელოდია დააკავა, რომელიც დღეს მოხივი ისესრულდება, მეგრულია. ჩვენ სკოლებში ვასწავლით წარმართული ლექსი, ზედა ჩემი, რომელიც მეგრული ლექსია, მეგრულად არის შემონახული და ქართულად ვერია დაგული. ესე იგი ეს ამის უგულებელობა და არ შეიძლება, ეს ასე უნდა იყოს, ასე უნდა დამასდეს, ასე უნდა შემასდეს. ეხლა იგი აი ამიტომ დასავლეთსა და აღმოსავლეთსა ლაბორატორია პირველი ქართული სახელმწიფო ერთიანი ქართული სახელმწიფო იყო პარალავაზის და ხუჯის სახელმწიფო ერთი იყო ეგრისის მეფე მეორე იყო იბერიის მეფე აი ეს არის პირველი შედარება და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ მხოლოდ ერთობა გადაარჩეს ზევს და ერასასის გადაარჩეს ბატონო აუთრო მოიგარა იუნესკოს მონაწილეობა ჩემი ყურით მომისმინე მე როდესაც იუნესკოს დირექტორი ამბობდა რომ ენების დღეს არსებული ქვეყანაში ენების 90% გაქრება ამ საუკუნის მიწურულისათვის. ღმერთმა დაიფაროს ქართული ენა, მაგრამ იმისთვის რომ ღმერთმა დაიფაროს მარტო ღმერთი ვერ შეიძლება. ჩვენ უნდა ვიცოდოთ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამისათვის და ჩავთვალოთ რომ დღევანდელი დღე არის ნაბიჯი ისეთ რომ უპატრონოთ ქართულ ენას, ქართულ ენებს. და მე მინდა ბატონ თამაზოს, ბატონ ავტოს, ბატონ გოლელის უღრმესი მადლობა უამრესად საინტერესო მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი. ბატონო განსაკუთრებული მადლობა თქვენი იმიტომ რომ სხვა კუთხით დანახული და ბევრ რამეზე ჩავაფიქრეთ თქვენ. იური ბატონო ჩემი დიდი პატივისცემა მიიღეთ თქვენ და მე მინდა ზოგადად ვთქვათ რომ მე ვიცი რომ დღეს ის რომ ცოტა უკეთესად იყო ჩვენთან იქნებოდა ბატონი ოთარ ფასაცია და ვინც სტუდიაში ჩაყოლ გადაეცეთ ჩვენთან დიდი მადლობა უდიდესი პატივისცემა ჩვენი ეს ძალიან დიდი პიროვნება გახსოვთ შემოქმედი კაცი გახსოვთ ქვეყნისთვის საქართველოსთვის ზოგადად საქართველოსთვის ძალიან ბევრი გაუკეთებია და დღესაც ის ყურადღებით ექცევა ყველაკეთს და აქ საქმეს ყველას უღრმეს მადლობას რომ გასცემთ და დაუჯეროთ ბატონული და ზოგადად როგორც საერთოდ ძალიან დიდი მადლობა ბატონო